მოგესალმებით ყველას, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი სახარების შესახებ. დღეს განვიხილავთ იოანეს სახარების მე-14 თავს. ჩვენ გავჩერდით წინა საუბარზე მე-13 თავის ბოლოში, როცა უფალი მოწაფეებს ეუბნება, რომ ის სტოვებს მათ, რომ მივდივარ, ძებნას დამიწყებთ, მაგრამ სადაც მე მივალ, თქვენ ახლა ვერ მოხვალთ. წინა თავებში იუდეველებს ეუბნება, მის მოწინააღმდეგეს, მის მტრებს ეუბნება უფალი, რომ სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ და თქვენს ცოდვებში მოკვდებით. და მოწაფეებს როცა ეუბნება, მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ ძალიან მალე. ანუ ეს არის ხუთშაბათის საღამო პარასკევი ღამეა და მეორე დღეს მას ჯვარცმა ელოდება, ეს უფალმა იცის, ძებნას დამიწყებთ, მოწაფეებს ეუბნება და ვერ მიპოვით. სადაც მე მივალ, თქვენ ამჟამად ვერ მოხვალთ. და პეტრე ყველაზე მეტად გულფიცხი, ყველაზე მეტად მოშურნე, როგორც მოწაფეებში იყო, პეტრე ეუბნება, სად მიდიხარ უფალო, სად მიხვალ? და ქრისტე ეუბნება, რომ სადაც მე მიდივარ, შენ ახლა ვერ მოხვალ. მაგრამ შემდეგ გამომყვები მე. რადგან უფალმა იცის, რომ პეტრე მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულება მისი უფალივით. და პეტრე ეკამათება მას, ეს მთავრდებოდა წინა თავი, ეუბნება, რომ რას ქვია ვერ გამოყვები? თავს დავდებ შენთვის, თავს გავწირავ, სიცოცხლეს დავთმობ შენთვის და უფალმა იცის პეტრეს პრობლემა და ეუბნება, სულს დადებ ჩემთვის, ჭეშმარიტად გეუბნები შენ მამლის ყივილამდე სამჯერ ვარყოფ მე. აი რა ხდება ნახეთ, პეტრეზე უფალი უშვებს განსაცდელს. უფალმა იცის, რომ პეტრე თუ ასეთი მიდგომა გააგრძელა და ასე გააგრძელა, ის ვერ გაყვება მას, ვერ შევაცხდა. სუპერშემდე უფალი პეტრეზე უშვებს განსაცდელს, რადგან ჩვენ ვიცით წინა თავებიდან, სხვა ადგილებიდან სახარების, რომ პეტრე საკუთარ ძალებზე იყო დაყრდნობილი, ერთ ადგილას უფალსაც კი ეკამათება და უსწორებს, უფალი რომ აუწო იერუსალიმში ავდივარ, ჯვარცმისთვის ეუბნება, არა უფალო, ნუ იქნება ეგ, სად არ გაგიშვებთ. და უფალმა იცის, რომ პეტრე ძალიან არის დაყრდნობილი საკუთარ ძალებზე და მას ჯერ არ აქვს მინდობა, სრული მორჩილება და მინდობა ღმერთზე, ამიტომაც უფალი ცოტა ხანს მოაშორებს პეტრეს ხელს და იმ ღამეს უკვე პეტრე სამჯერ უარყოფს უფალს. და ეს წინასწარი იცის უფალმა და ეუბნება, რომ სამჯერ უარყოფ მამლის ყივილამდე. აი მე მინდა რომ არ დავკარგოთ ჩვენ ეს თვალსაწიერი, ნახოთ სად ქრონოლოგიურად სად ვართ ახლა ჩვენ, აი ამ სად ლაპარაკობს ქრისტე. მე-14 საუბარი მთლიანად უფლის საუბარია, ქრისტეს საუბარია მის მოწაფეებთან. ნახეთ, ეს არის ხუთშაბათი დაღამდა. ხუთშაბათს 18 საათზე, საღამოს 6 საათზე იუდეველები იწყებდნენ პასექის ჭამას, იკლებოდა საპასექე კრავი და რადგან იუდეველების კალენდრით, ვინც არ იცის ეს ჩვენ წინა საუბარი, იუდეველები ეს ასეთი კალენდარი ჰქონდათ, რომ დღეს საღამოს 18 საათიდან უკვე მეორე დღე იწყებოდა. როგორც კი მზე ჩავიდოდა და ხუთშაბათ დამთავრდა 18 საათზე და უკვე 18 საათიდან საღამოს იწყება პარასკევი, ანუ პასექის დღეა მეორე დღეს და იმ საღამოს უფალი თავის მოწაფეებთან ერთად იწყებს პასექის ჭამას, ანუ იმ კრავის, იმ საპასექე კრავის ჭამას ხუთშაბათ საღამოს. ამ დროს იუდაც მათთან არის მისი გამცემი და უფალი აფრთხილებს, მრავალგზის აფრთხილებს იუდას, რომ მან იცის მისი განზრახვა და სერობის დასაწყისში უფალი ამბობს, რომ ვისაც მე მივაწვდი ლუკმას, ის არის ჩემი გამცემი. მიაწვდის იუდას, იმ ლუკმას, იუდა მიიღებს, ნამუსი არ შეერხება მას, სინდისი მიიღებს ამ ლუკმას და გადის. და რჩება უფალი თავის 11 ერთგულ მოწაფესთან ერთად. და აი ეს მე-14, მე-15, მე-16 თავები, მე და მე-17 თავი არის უფლის საუბარი თავის მოწაფეებთან და მე-17 თავში უკვე უფალი ესაუბრება მამას, მამა ღმერთს. ნახეთ, იოანეს სახარება საერთოდ ასე არის აგებული, აი რომ კარგად დავაკვირდეთ ჩვენს მას, რომ უფალი მოდის ამ ქვეყანაზე
ხალხშია, ანუ მზის ქვეშ არის, ხალხში არის, მზის ქვეშ. აი ამ დროიდან, როცა ის პასექს იწყებს, ხუთშაბათ საღამოს, მხოლოდ თავის მოწაფეებთან არის, ფეხებს ბანს მათ, განბანილნი რჩებიან მასთან, რადგან უფალი ამბობს, ნახეთ, რომ ფეხებს როცა ბანს თავის მოწაფეებს, უფალია მამის წინ უფალი ამბობს, თქვენ წმინდა ხართ, განწმენდილნი ხართ ყველა, მაგრამ არა ყველა. ერთი თქვენთაგანი გამცემია, ერთი თქვენთაგანი არ არის წმინდა, რადგან ეშმაკია ის. გესმით? განბანვა ხდება, შემდეგ მას შორდება ეს გამცემი და რჩებიან უფალი და მისი წმინდა მოციქულები უკვე, მაგრამ მხოლოდ სერობა, სხვა ხალხი მათ ვერ ხედავს და უფალი რასაც ადამათ ელაპარაკება, ეს არის მხოლოდ მისი მოწაფეებისთვის და ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ იოანემ ეს და მის სხვა მოწაფეებმა საბათ ჩაიწერეს და შემდეგ სახარების სახით გადმოგვეცა ჩვენ. და მე-17 თავში, ნახეთ, აი მე უნდა გაჩვენოთ ეს ადგილი. უფალმა აღიხილა თვალნიზეცად და ეუბნება მამა ღმერთს, თავის მამას. თავის მარადიულ მამას, რომ მამაო მოვიდა ჟამი. განადიდე შენი ძერათა შენმა ძემაც გადიდო შენ. აქ მოწაფეები დუმან, თელ მე-17 თავში დუმან მოწაფეები და ქრისტე ძეღმერთი ელაპარაკება მამა ღმერთს. მაგრამ ალბათ ისინი უსმენდნენ ამას, ხომ? იქ ერთად იყვნენ. და იოანემ ეს ალბათ ჩაინიშნა, ჩაიწერა და სული წმინდა მისცა მას ეს მეხსიერება და ჩვენ უკვე ვიცით ძეღმერთი მამა ღმერთს რას ელაპარაკება და ჯვარცმის წინ. ნახეთ და მე-17 თავი რო დამთავრდა წერია ეს რომ თქვა იესო მორჩა მამა ღმერთთან ლაპარაკს გავიდა უკვე თავის მოწაფეებთან ერთად ხევს გაღმა და შევიდა გეცემანის ბაღში. სადაც მას შეიპყრობენ. ნახეთ, აი რატომ თქვი მე ეს ყველაფერი? ჯერ უფალი ხალხშია, მზის ქვეშეთში, შემდეგ უფალი მხოლოდ თავის მოწაფეებთან არის და შემდეგ მხოლოდ მამასთან არის, ხო? შემდეგ გამოდის ისევ მამასთან საუბარს რჩება გამოდის და მეორე დღეს გოლგოთაზე აცვამენ მას ჯვარს. მე მოგგვიყვება ცოტა ხნის შემდეგ, აი აგიხსნით რა იოანეს სახარება არის ტაძრის ფორმის სახითაა აგებული იოანეს სახარება. აი რაც აი ამ ტაძარში ხდება, იოანემ თითქოს თავის სახარებაში ასე დაწერა, ასე გვაჩვენა ეს ყველაფერი. ეხლა ძალიან მალე აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ტაძრის მაგალითზე. მოდი დავიწყოთ ჩვენ ახლა ამ თავის კითხვა და მივალთ იმ ადგილამდე და ისიც განვიხილოთ. მანამდე ეს პატარა შენიშვნა. როგორ დაწერეს მოციქულებმა სახარებანი? აი როგორ დაიწერა ეს სახარება, ხო? იოანე მოციქული და მათე, მისი მოწაფეები იყვნენ, თვითმხილველნი იყვნენ ამისი, ხო? ლუკა და მარკოზი მოციქულთა მოწაფეები იყვნენ. აი ეს მასალა, ანუ შტოფ გერმანები როგორც თქვენ, საიდან ქონდათ მას ეს ცოდნა? ბევრი რამის თვითმხილველნი იყვნენ და იმ დროს ძალიან გავრცელებული იყო ცვილის ფიცრებზე ჩაწერა. აი სწრაფი ჩასაწერად იყო ცვილის ფიცრები, რადგან უცბად წერდნენ ხო იმას, რაც არ უნდათ ხოლმე დავიწყებოდათ, გესმით? და როგორც ჩანს სავარაუდოდ მოწაფეები ინიშნავდნენ, იწერდნენ ყველაფერს იმ დროს, როცა უფალთან იყვნენ 3 წლის განმავლობაში და ბევრი რამე ჩაწერილი ჰქონდათ უკვე იმის იქიდან, რაც უფალმა მათ უთხრა, რაც უფალმა ჩაიდინა, რაც აღასრულა, რასაც ისეთ მათ ელაპარაკებოდა და შემდეგ უკვე აი ეს ყველაფერი ეს მასალა სული წმინდა მუკარნახა მათ რა უნდა ჩაეწერა და რა არ უნდა ჩაეწერა. რა თქმა უნდა ყველაფერი სარწმუნო და ყველაფერი ჭეშმარიტი იყო, მაგრამ აი როგორ უნდა ჩაეწერათ, შემდეგ უკვე სული წმინდის ძალით შეძლეს მათ ამით ჩაწერა და ჩვენამდე მოვიდა. იმიტომ რომ იოანეს სახარებაში რაც აღწერილია, განამხოლოდ ეს აღასრულა უფალმა. ბევრად მეტი. იოანე თვითონ ამბობს, რომ ყველაფერი რომ ჩამეწერა, მთელი სამყაროს წიგნები ვერ დაიტევდა იმას, რომ რაც უფალმა აღასრულა იმ 3 წელიწადში. ამიტომ ეს სული წმინდა მოქმედებს და სული წმინდა კარნახობს, თვითონ იციან რა თქმა უნდა, თვითონ ამის თვითმხილველნი და ცნობელნი არიან, მაგრამ სული წმინდა კარნახობს ღმერთი. წმინდა სამების მესამე პირი კარნახობს ყოველთვის რა უნდა ჩაწეროს. აი იგივეა მაგალითად ძველ აღთქმის წიგნებში. მოსემს 5 წიგნეული.
აი მაგალითად მოსე წერს სამყაროს შექმნაზე, ხომ ეს ხო გვინახავს საიდან იცოდა მოსემ სამყაროს შექმნა? ხო არ ესწრებოდა სამყაროს შექმნას მოსე? იქ არავინ არ იყო. აი საიდან იცოდა? ეს სოდნა ღმერთისგან პირველ ადამიანებს ჰქონდათ, ადამიანს, ევას, მათ შვილებს და ეს ცოდნა ზეპირად გადმოეცემოდა თაობიდან თაობას. გესმით და მოსემდე როცა მოსეს დროს უკვე მოსეს დაგროვილი ჰქონდა მთელი ეს ინფორმაცია, რომელიც ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობაში და შემდეგ უკვე სულიწმინდის შთაგონებით მოსემ დაწერა ისე, როგორც წერია იმ თორაში, ანუ მოსეს 5 წიგნებში. ეს უბრალოდ დრო გადახვევა რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორი წერებოდა ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნების და ახალი აღთქმის წიგნებით. მოდი დავიწყოთ მე-14 თავის კითხვა, მივყვეთ ნენელა თვითონ მუხტს და განვიხილოთ რისი თქმაც გვინდა ყველაფერი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა გამოგრჩეს. და როცა უფალმა, ნახეთ პირველი მოხდა, როცა უფალმა უთხრა მათ რომ ტოვებს მათ, ნახეთ იუდა გავიდა, ესე მიხვდნენ რომ იუდას რაღაცა დიდი პრობლემა ჭირს, იმიტომ რომ ბევრი რამდენჯერმე უფალმა თქვა რომ ის ვინც ხელს ჩემთან ერთად ჩაყოფს, ვისაც უყვას მივაწდი, იციან რომ უკვე იუდასთან რაღაც დიდი უბედურება ხდება. პეტრეს უფალმა უთხრა რომ შენ მე უარ მყოფ სამჯერ, ამათ ეუბნება რომ ვეღარ ვნახავთ და თქვენ ვერ მოხვალთ სადაც მე მივდივარ და უკვე მოწაფეებს რაღაცა შიში დაეუფლათ როგორც ჩანს და უფალი ამ თავს იწყებს ამითი რომ ნუ შეძწუნდება თქვენი გული უფალი ამხნევებს მათ ნუ გეშინიათ არ შეწუნდეს თქვენი გულები გწამდეთ ღმერთის და გწამდეთ ჩემი მამა ჩემის სახლში ბევრი სავანია ასე რომ არა განაგეტყოდით თქვენ მივდივარ რათა ადგილი გაგიმზადოთ მეთქი და როცა წავალ ადგილს გაგიმზადებთ კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ რათა სადაც მე ვიქნები თქვენს იქვე იყოთ ხოლო სადაც მე მივალ თქვენ იცით და გზაც იცით ნახეთ რა შეუნება უფალი არ შეგეშინდეთ მე დროებით გშორდებით თქვენ უფალი ეუნება ჩემი მამის სახლში ბევრი სავანი, ანუ ბევრი ოთახია, ასე ვთქვათ, ხო? ბევრი სამყოფი ოთახია, სადაც შეგიძლიათ ყოფნა, მე წავალ, გაგიმზადებთ იმ ოთახებს, მე მოვალ და წაგიყვანთ და სადაც მე ვიქნები, თქვენც იქნებით მარადიულად. მამა ჩემის სახლი რას ნიშნავს? რატომ? რა არის მამა ჩემის სახლი? ამ ქვეყანაზე უფალი მამა ჩემის სახლს უწოდებდა იერუსალიმის ტაძარს, ხო? აი ეს არის იერუსალიმის ტაძრის მაკეტი. ახსოვთ, როცა შევიდა განსაწმედა ტაძრის პასექის წინ ეუბნება მამა ჩემის სახლი სალოცავ სახლად იწოდება და თქვენ სავაჭრო ბუნაგად გიქცევიათ ასევე 12 წლის როა უფალი გახსოვთ როცა 12 წლის დაიკარგება მშობლებს დაიკარგება რას ამობს არ იცით რომ მამა ჩემის სახლში უნდა ვიყო მე ტაძარშია უფალი ჩამჯდარა მოხუცებულებში და კითხვებს პასუხობს, კითხვებს უსვამს და გაოცებულია ყველა მისი სიბრძნით 12 წლის ყმაწვილის სიბრძნით. და ამბობს, უკვე 12 წლის ამბობს, არ იცით რომ მამა ჩემის სახლში უნდა ვიყო მე. ანუ მიწაზე მამამისის სახლს უწოდებს აი ამ იერუსალიმის ტაძარს უფალი. მაგრამ იერუსალიმის ტაძარი თვითონ არის მეორე მხრივ უფალი, ხო? გახსოვთ რომ უნებიან რომ რით დაგვიმტკიცებ რომ შენ ახარ ქრისტე. გასაუნება უფალი დაარღვიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში ავაშენებ ისევ, ხო? და ისინი უნებიან 46 წელი შენდებოდა ეს ტაძარი 3 დღეში როგორ ააგებ? და ის კიო თავის სხეულის ტაძარზე ეუბნებოდა თურმე. ანუ ტაძარი თვითონ არის რადგან მასშია მთელი ღმერთია მასში გესმით და რაშიც ღმერთია ის არის სინამდვილეში ტაძარი და თურმეო თავის სხეულზე ამბობდა 3 დღეში აღვადგენო როცა ყდრეთით აღდგა უფალი მერე მიხვდნენ რომ ამ ტაძარზე კი არ ამბობდა თავისი სხეულის ტაძარზე ამბობდა ანუ მამამისის სახლი ფაქტურად თვითონაც არის რადგან ღმერთი არსით ერთნი არიან მამა და ძე ორივე ღმერთი მათი ღვთაებრივი არსი ერთი და იგივეა, თანაარსნი არიან. და ნახეთ, აი აქ ეს არის
აი ამ ხარეს ეს ტაძარი ხომ დგას ესე გალავანია გარშემო აი ამ ჩრდილოეთის მხარეს ტაძარს ჰქონდა მართლაც საცხოვრებელი ოთახები სადაც ღვთლები რჩებოდნენ ხოლმე ვინც მინდროს მსახურობდა რჩებოდნენ ხოლმე ოთახებში ახლა მათ საცხოვრებელი ოთახები ტაძარში რას ნიშნავს იციან ეუნება უფალი რომ ზეცაშიც არის ტაძარი და იქ არის თქვენი მარადიული საცხოვრებელი იქ არის სავანეები და იქ არის ოთახები სადაც თქვენ მარადიულად იცხოვრებთ ზეცაში არის ტაძარი როგორ გონიათ არის ზეცაში გამოცხადებაში არის იონის აპოკალიფსში არის რომ ზეცაში არის ტაძარი ნახეთ ჯერ უფლის ტახტს ხედავს იოანე აპოკალიფსში გამოცხადებაში შემდეგ გავიხედე და აჰა კარი გაიღო ცაში და ხმამ რომელიც თავდაპირველად ჩამესმა როგორც ხმას აყვირისა მითხრა ამოდი და გაჩვენებ რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ და ადის იოანე და ხედავს რომ უფალიზის ტახტზე ზეცაშია უფლის ტახტი და მის წინაშე 24 უხუცესია რომლებიც დაემხობიან და თაყვანისცემენ მას რატომ არის 24 უხუცესი იქ ის აი ძალიან ყველაფრის ცოდნა საინტერესოა რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ რასაც უფალი ლაპარაკობს ზეცაში მარადიულად ზეცაშია ის ყოველივე ეს უფლის ტახტის წინაშე 24 უხუცესი რატომ ზის რას ნიშნავს ეს რადგან იერუსალიმში ღვთლები დაყოფილნი იყვნენ 24 წყებად ხო ლევიანები ხო იყვნენ ღვთლები ლევის ტომიდან იყვნენ ღვთლები და მორიგეობით მსახურობდნენ იმიტომ რომ ებრაელებს ჩვენ სავით რა ბევრი ეკლესიები ტაძრები კი არ ქონდა ჩვენ რო გვაქვს დღეს საქართველოში ერთი იყო მხოლოდ ტაძარი იერუსალიმში რომ ერთი აღმერთი და მის თაყვანისცემის ადგილიც ერთი უნდა ყოფილიყო აუცილებლად ამიტომ იერუსალიმის ტაძარში იყო მხოლოდ მსახურება სხვებშეწირვა ღმერთის ამიტომაც ეს ლევიანი ღვთლები 24 წყებად იყვნენ დაყოფილები და ყველა წელიწადში ორჯერ მინიმუმ უწევდა მსახურება მაგრამ როცა იყო პასექი ან დიდი დღესასწაულები როცა იყო შაბათობა როცა იყო კარვობის დღესასწაული სამი დიდი დღესასწაული მაშინ იმდენი ხალხი მოდიოდა ხოლმე იერუსალიმში რომ ყველა 24-ვე კლასი წება ღვთლების უნდა მოსულიყვნენ რომ ყველა იყოფილიყვნენ და ყველა მიცოდა რომ თუ 24-ვე წება ღვთლების იქ არიან ესე იგი ღმერთია უდიდესი დღესასწაულია რაღაცა დიდი ხდება ტაძარში ამიტომაც როცა ზეცაში იოანე ხედავს რომ უფლის ტახტთან 24 უხუცესი თაყვანისცემს მას ნიშნავს რომ ყველა უკლებლივ ყველა ვინც მისი ერთგული იყო ამ ქვეყანაზე ვინც მას ემსახურა იქ იქნება გესმით აი ჩვენც ვიგულისხმებით იმ 24 უხუცესში ვინც ერთგულად ემსახურება ღმერთს აქ მისი ტახტის წინაშე იდგება ყველა მისი თაყვანისცემისთვის შემდეგ ცოტა მოგვიანებით იოანე ხედავს რომ აჰა გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა ტაძარში და იქნა ელვა და ქუხილი გრგვინვა და მიწისძვრა და სეტყვა დიდი იოანე ხედავს რომ ზეცაშიც არის ტაძარი და იმ ტაძარშიც არის აღთქმის კიდობანი ყველაფერს გაჩვენებთ მე რა არის ეს ტაძარი აღთქმის კიდობანი ამიტომ ნახეთ უფალი როცა ამბობს რომ წავალ და მამაჩემის ტაძარში, ზეციურ ტაძარში გაგიმზადებ თო სავანეებს ოთახებს, ეს რეალურია. ის შემდეგ იოანე აპოკალიფსში ხედავს რა არის ზეციური ტაძარი და აღთქმის კიდობანი მასში. და ნახეთ სადაც მე მივალ თქვენ იცით და გზაც იცით. უთხრა მას თომამ, უფალო ურწმუნო თომამ. აქაც როგორი ის აქ ეჭვიანი კითხვები აქვს ნახეთ უთხრა მას თომა უფალო არ ვიცით სად მიდიხარ და როგორ უნდა ვიცოდეთ გზა უთხრა მას იესო მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე და ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ. გზა მე ვარ მამასთან მისასვლელი. აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადგილი. მე ცოტა შორიდან დავიწყოთ. აი შეიძლება სხვა ადგილები ცოტა ნაკლებად განვმარტოთ, მაგრამ აი ეს აუცილებლად უნდა განვმარტოთ. ეს არის საფუძველი ჩვენი სარწმუნოების. რომ მამას და ღმერთთან მისასვლელი მხოლოდ იესო ქრისტეს გავლით არის.
სხვანაირად ვერავინ ვერ მივა მასთან და რატომ უყურეთ? ესე უნდა უფალი ამბობს რომ სადაც მე მივდივარ, ის გზა თქვენ იცით უფალი ქრისტე ეუნება. თომას ვერ გაუგია რას ამბობს. არც ის ვიცით სად მიდიხარ და გზა როგორ უნდა ვიცოდეთ. და უფალი ხინდა გაუნება რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ჟესკა. ცოტა შორიდან დავიწყოთ რომ გასაგები იყოს ყველაფერი. ნახეთ. როდესაც ადამი და ევა სამოთხეში დაეცნენ. რა მოხდა იქ? უფალმა გამოუშვა ისინი ედემის ბაღიდან, ხო? და აღმოსავლეთითო ედემის ბაღსო ანგელოზი დაუყენა ცეცხლოვანი ბრუნავი მახველით, რომ არავინ შესულიყო ედემის ბაღში. ესმით, რადგან ადამიანმა უღალატა ღმერთს და დაუჯერა იმას, ვინც სიცრუის მამაა, ანუ ეშმაკი არის სიცრუის მამა, და უღალატა იმას, ვინც არასდროს არ იტყუება, ვისაც არ შეუძლია რომ იცრუ, ანუ ღმერთს, და ამიტომ დაკარგა მან ღმერთთან სიახლოვე და დაკარგა სამოთხეში ცხოვრების უფლება და აღმოსავლეთითო მასო ბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი დაუყენა ღმერთმაო ანგელოზით, რომ არავინ შევიდეს მასთან. ნახეთ, იერუსალიმის ტაძარი, საიდანაც თავარი შესული იყო, ეს აღმოსავლეთის მხარე. აი, საიდანაც ფაქტიურად ვეღარ შედიოდა ადამიანი, იმ ადგილიდან აქვს შესასვლელი ტაძარსაც. აი ეს კარავი, ნახეთ, ეს კარავი ჯერ ასეთი იყო, შემდეგ აშენდა ქვით უკვე ტაძარი. აი, ეს აღმოსავლეთის მხარეა, რომ აქ გამოუშვა ედემის ბაღიდან ადამიანები და აღმოსავლეთიდან უნდა შევიდნენ, მაგრამ როგორ უნდა შევიდნენ? როგორ? ნახეთ, როცა ღმერთმა ადამს და ევას ცნება მიცა ედემის ბაღში რა უთხრა მათ? ყველა ხისგან გეჭმევათ ნაყოფი ამ ბაღში, ხო? მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამოთ, რადგან რა წამსაც შეჭამთ, იმ წამს მოკვდებით. შემდეგ მივიდა მათთან სატანა გველის სახით და უთხრა მათ, რომ არ მოკვდებით, გატყუებთ ღმერთი. მან იცის რომ თქვენ რომ მას შეჭამთ, ღმერთებივით შეიქმნებით, ყველაფრის ცოდნენი, ანუ ილუზიაში ჩააგდო სატანამ ადამიანები და შეჭამეს. მაგრამ მოკვდნენ ადამი და ევა. როგორ ვიცით ჩვენ? მოკვდნენ? ვერტმა უთხრა მოკვდებითო თუ შეჭამთ. მოკვდნენ? არ მოკვდნენ. აბა რა მოხდა? ვერტმა თქვა რომ მოკვდებითო. ის რაც მათ დაკარგეს იყო სულიერი სიკვდილი. აი სიკვდილის ტოლფასი, ის კი ხორციელაკი ცოცხალნი დარჩნენ, მაგრამ აი ის რაც მამოთხის ბაღში მათ დაკარგეს, ღმერთთან სიახლოვე, ეს სიკვდილის განცდის ტოლფასი იყო. ადამს და ევამ ის მართლა ეგონათ მეორე დღიდან როცა გამოყარა ღმერთმა, რომ მოკვდნენ ისინი. სულიერად მოკვდნენ. იმდენად წარმოუდგენელი დაცემაა თქვენ მაგათ ჩვენ ხო მოგვსვლია რაღაცა ცოდვით დავეცემით და მეორე დღეს ისეთ ცუდად გვნოთ თავს რომ სიკვდილი გვინდა, ხო? ხო გამოგვიცდია ჩვენ ეს რა არის? ეხლა თქვენ წარმოედგინეთ ღმერთს რო ესაუბრებოდნენ ადამი და ევა, აი იმ სიახლოვეში, იმ ნეტარებაში იყვნენ და უცბად ყველაფერი დაკარგეს. მათ განცდა ჰქონდათ რომ მოკვდნენ, სულიერად მოკვდნენ, გესმით და ეს სიკვდილი მათ ახსოვდათ მუდმივად, რომ ღმერთის ღალატი მათთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. და ნახეთ რა მოხდა, როცა გამოყარეს ისინი ედემის ბაღიდან, რა ჩაიცვეს მათ? ღმერთმა რა გაუკეთაო? ტყავის სამოსელი გაუკეთაო. ტყავი საიდან მოდის? ცხოველი უნდა მოკვდეს. ხომ ასეა? ცხოველი უნდა მოკვდეს, რომ ტყავი მიიღო. მანამდე ცხოველებს არ კლავდნენ, წერია რომ ყველა ჭამდა მხოლოდ ბალახს და მწვანეს. ერთმანეთს არ ჭამდნენ ცხოველი. და აი ეს ტყავი რო ჩააცვა ღმერთმა ადამიანს და ევას, სიკვდილი ამოსიათ მათ, გესმით? მათ იციან რომ აი მათ მაგივრად ვიღაც ცხოველი მოკვდა. რომელიღაც ცხოველი მოკვდა, გესმით? ანუ ცოდვით დაცემა იმ წუთში ღმერთმა ასე ინება, იმ წუთში მათთვის სიკვდილის განცდასთან არის დაკავშირებული, გესმით? ანუ პირველი მსხვერპლი როდის შეიწირა მათი ცოდვის დაცემის გამო? როდის? როცა ის ცხოველები მოიკლა, როცა ის ცხოველები მოკვდნენ, რომ ამათ ტყავი ჩაეცვათ, თითქოს ნახეთ,
ხო, მანამდე ხო ნეტარებაში იყვნენ და ცხოველის ტყავის სამოსელი, ხო, ცუდია, ხო, სასიამოვნო ხომ არ არის. ეხლა დღეს რო გვაწვია ტყავის ბურთუკები, ასეთი კი არ იყო. აი ცხოველის ტყავი არის ცუდი, ძიმე, ალბათ სუნიცა აქვს იმისი, ხო, სისხლის და ეს რო ჩაიცვეს, აი მაშინ მოხდა პირველი მსხვერპლშეწირვა. თითქოს აი გადატანების შემოვლობით, აი თქვენ კი დარჩით ცოცხლები, ხორციელად, მაგრამ მსხვერპლი სხვა მოკვდა თქვენს მაგივრად. აი თქვენ რომ ცოცხლები დარჩენილიყავით ხორციელად, ფიზიკურად, ამიტომ ცხოველი შეიწირა მსხვერპლად. აი ის იყო პირველი მსხვერპლშეწირვა. და ადამმა, ევამ და აბელმა, მათმა შვილმა და სხვა შვილებმა უკვე იცოდნენ რომ ჩვენ ღმერთს ვერ მიუახლოვდებით რის გარეშე? მსხვერპლის გარეშე. სისხლიანი მსხვერპლის გარეშე ჩვენ ღმერთთან ჩაკეტილი გვაქვს მისასვლელი, ხო? ეს უკვდავებას დაკარგეს, რა თქმა უნდა, სინამდვილეში მოკვდნენ, რა თქმა უნდა, ადამიანში უკვდავები იყვნენ ედემის ბაღში. უკვდავებას დაკარგეს, რა თქმა უნდა, მართალი ხარ. მაგრამ ეს რამდენი განცდა ერთად უბედურების ყოფნობით მათში. ეს უკვდავებაც რომ დაკარგეს, მიხვდნენ რომ მოკვდნენ ფაქტიურად, მართალი. მაგრამ აი თავარი მე ისე დავინახოთ რომ მსხვერპლთან კავშირი, დაცემის მსხვერპლშეწირვასთან კავშირი, ეს ძალიან რომ აი ტაძარში თავარი მსახურება იყო რა? მსხვერპლის შეწირვა. კრავი, ხარით, თხა მოყავდათ და კლავდნენ, სისხლი იღვრებოდა ცოდვათა გამოსასყიდად, მაგრამ სათავეს სად იღებს ეს ხომ მნიშვნელოვანია? ბიბლია ამაზეა ქრისტეს სისხლით ზუსტად ამის დასასრულია. ხო? რომ ღმერთს ვერ მიუახლოვდებოდნენ ადამი და ევა და მათი შვილები სისხლის გარეშე და ჩვენ მიუახლოვდით ღმერთს ვისი სისხლით? ქრისტეს, იესო ქრისტეს სისხლით, ხო? ხომ გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი? და ამიტომ შემდეგ რა მოხდა? ნახეთ, გახსოვთ იმბავას ბარემისის გავიხსენოთ ის ამბავი. ადამს და ევას ჰყავდა კაენის შვილი და აბელი. პირველი მკვლელი ვინ იყო? კაენი, ხო? წერია მეოთხე თავში, დაბადების დღის მეოთხე თავში, რომ მოვიდა მსხვერპლშეწირვის დრო. ადამიანებმა იცოდნენ, რომ ღმერთისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ, უკვე იციან ეს. მათ ახსოვთ, ახლა დედმამისგან ბავშვები პატარები იყო, მაგრამ დედმამამ ხო იცია რაც დაკარგეს. მათ ახსოვთ, რომ ღმერთს აუცილებლად უნდა შესწირონ მსხვერპლი, რომ ცოცხლები დარჩნენ, ხო? აი ამ ცოდვისათვის. და მოვიდა მსხვერპლშეწირვის დრო და კაენმა რა მიუტანა ღმერთს მსხვერპლად? მიწის ნაყოფი, ბოსტნეული, ხილი, ბოსტნეული და აბელმა რა მიუტანა? ცხვარი. თავისი ფარიდან საუკეთესო ცხვარი იყო და მიიყვანა და ღმერთმა მოხედა აბელის მსხვერპლს და კაენის მსხვერპლი არ მოეწონა ღმერთს. რატო? რომ კაენმა დაივიწყა ის ცნება, რომ სისხლიანი მსხვერპლი უნდა შეეწირა. ხანდახან ადამიანები სხვავენ ხოლმე კითხვას, რომ კი, მაგრამ კაენის რატო არ შეეწირა ღმერთმა? ხილი, ბოსტნეული, ხორბალი მიუტანა ალბათ და არ მოეწონა ღმერთს ის მსხვერპლი, რაც კაენს ჰქონდა და ნახეთ რა ხდება შემდეგ. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაუნა, რომ ღმერთმა არ მიიღო მისი მსხვერპლი. უთხრა უფალმა კაენს, რად გამწარდი, რად ჩაუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არ ხარ, იცოდე, ცოდვა ჩასაფრებულია კარებთან, შენსკენ ასე ტოლვა და შენ კი უნდა იბატონო მასზე. ნახეთ რაზე უნდა ღმერთი, რომ ხედავ კაენ რა მდგომარეობაში ხარ, კოლელი ხარ უკვე პოტენციურად. იმიტომ კაენს უკვე სიბოროტე აქვს, შური აქვს თავის ძმის მიმართ გულში და მსხვერპლის შეწირვაც არ უნდა. ანუ ის ვერ ხედავს თავის ცოდვას და ღმერთი აფრთხილებს, რომ კაენი, იცი რა, იმიტომ გამწარდი შენ, რომ ცოდვა გაქვს გულში, რომელმაც უკვე ბატონობა დაამყარა შენზე და აი ამ ცოდვების პატრონი მსხვერპლს არ მწირავს, სისხლიან მსხვერპლს ამ ცოდვის გამოსასყიდად. გესმით? ანუ ცოდვის მსხვერპლის შეწირვა კიდევ რა აზრს ატარებს, იცით, რომ აი ძალიან პატიოსანი ადამიანი რო ავიღოთ, აი ძალიან პატიოსანი ადამიანი, რომელსაც განცდილი აქვს ყველა უფაქიზესი ცოდვა, უმცირეს ცოდვაც კი თავისი, ხო? და ძალიან მორწმუნე რომ იყოს ეს ადამიანი, აი მინდა ამას რო დავინახოთ.
ის მან იცის რომ ის არ არის სიცოცხლის ღირსი. თუ მან იცის ღმერთის დიდებულება, ღმერთის სიწმინდე როგორია, მან თუ იცის, ის თulis რომ ის არ არის სიცოცხლის ღირსი ღვთის წინაშე. ამიტომ მან იცის რომ ის არ იმსახურებს სიცოცხლეს, ხო? ჩვენ ახლა გახევებული გვაქვს ეს გრძნობები და სიამაყე, ამპარტავნება, ეს ჩვენი საკუთარ თავზე შეხედულება, ეგოიზმი, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ჩვენს მდგომარეობას, ხომ ასეა? მაგრამ აი ძალიან სუფთა და წმინდა პატიოსანი ადამიანი, მორწმუნე ადამიანმა იცის რომ ღვთის წინაშე ის დამნაშავეა და ის არ არის მარადიული სიცოცხლის ღირსი, ხო? ამიტომაც ეს ადამიანი იღებს კრავს, აი კაენს რა უნდა ექნა? უნდა აიღო მასაც ბატკანი, კრავი, ცხარი, მისული იყო ღმერთთან და ეთქვა ღმერთო, შემომეპარა ბოროტება ჩემი ძმის მიმართ. აი ძულს ჩემი ძმა, შურს ჩემი ძმის, ხო? არ მიყვარს ჩემი ძმა, შემიძლია მოვკლა ჩემი ძმა, უკვე ყველის ღმერთო ნუ მომკლავ, შეიწირე ეს მსხვერპლი ჩემის გადასარჩენად, ხო? უკვე რა ხდება, დედ მსხვერპლის შეწირვა სინანულთან არის კავშირში. შენ რო ცოდვებს განიცდი შენსას, ამიტომაც წირავ იმ მსხვერპლს, მაგრამ კაენს ცოდვა კარებთან ყავს ჩასაფრებული, მკვლელია და მსხვერპლს არ სწირავს. ამიტომაც შემდეგ მკვლელი ხდება, მაგრამ აბელს კლავს კაენი და გადაიხვეწება უფლის პირიდან, ღმერთი ნიშანს დაადებს მას, რომ არავინ არ მოკლას და იაროს ასე როგორც მკვლელმა დედამიწაზე. და აი შემდეგ აი ის თქვა მინდა, ხედავ, ეხლა ადამის და ევას შვილებიდან, შემდეგ ერთ-ერთი შვილიდან სემისგან, შვილთა შვილებისგან, შთამომავლებისგან სემი იყო ერთ-ერთი, სემისგან უკვე წამოვიდა ისრაელის ხალხი, ხო? სემიტური ტომები ხო? ისრაელი კიდე სხვა ხალხებიც. და გამრავდა სემი, ქამი და იაფეთი, ხო? ნუ ქამისგან როგორც ამბობენ, აფრიკაში მცხოვრები ხალხი გამრავლდა და იაფეთისგან ევროპისკენ ვინც წამოვიდა, ის ხალხი გამრავლდა, ხო? და სემიტური ტომი. ამ სემიტური ხალხისგან უკვე წარმოიშვა აბრაამი, აბრაამისგან უკვე 12 ისრაელის 12 ტომი და მოვიდა რომელი დრო? მოსეს დრო. მოვიდა მოსეს დრო, რომელმაც ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტის მორობიდან, ხო? და აი აქ ხდება პირველად, როდესაც უფალი ითხოვს აუგონ მას საწმინდარი, ანუ ტაძარი, მოძრავი ტაძარი, რომ ყოველთვის ისრაელის შუაგულში იყოს. გესმით? აი მოდის ისრაელი, ხო 40 წელია არა, ხო ვიცით ეს ჩვენ მოდის ახლა ეს როგორც მომთაბარე ტომი, მოხეტიალე ტომი, ასობით ათას მილიონი არიან, მეტი შეიძლება და მოდიან და უფალი ითხოვს მოსესგან, რომ სინასთაზე ავიდა მოსე. ეს არის გამოსვლთა წიგნის 25-დან 31 თავებამდე აღწერილი და უფალი ეუბნება მოსეს. აი როგორც მე გაჩვენე სინას მთაზე, ჩადი და ყველაფერი ისე ააშენე, იმ ზომების, იმ ფორმის, იმ აღწერილობის, იმ შესახედაობის ამიშენე კარავი თქვენ შუაგულში და დავივანებ თქვენ შუაგულში და სულ თქვენთან ვიქნებ. ღამე ცეცხლის სვეტით ხედავდნენ ამას და დღე ღრუბლის სვეტად. და აი ეს პირველი, ნახეთ, სადღესასწაულო კარავიც ქვია ამას, საწმინდარი ან სავანე ქვია ამას. აი ჩამოვიდა მოსე, შეკრიბეს ისრაელიტებმა შესაწირი, ყველა ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქსოვილები, ყველაფერი და აგეს აი ეს პირველი ტაძარი, ფაქტობრივად კარავი, მოძრავი ტაძარი, კარავი, რომელიც მათ შუაგულში იყო. რო გაჩერდებოდნენ ხოლმე, დასცებდნენ კარავს, პირველად უფლის კარავს ააგებდნენ. ეს ნახეთ გაჭრილია, ნახეთ, აი ესე გამოიყურებოდა ზუსტად. ეს ისრაელში ტიმნას პარკია, ესეთი ეროვნული ნაკრძალი, იქ არის თუ არ მეშლება 2011 წელს ააგეს ზუსტი ორიგინალი ზომების, როგორი იყო ის მოსეს დროინდელი ტაძარი. აი ესე გამოიყურებოდა ზუსტად. ეხლა ეს გაჭრილია, რომ შიგნით დავინახოთ რა ხდებოდა შიგნით. ეს ძვირფასი 4 მაგი სახურავი ქონდა, ქსოვილი ქონდა გადაგვარებული, ტყავი იმის ზღვის ღორის ტყავი იყო გადაფარებული და სხვა ძვირფასი ქსოვილები, გარშემო ქსოვილი ქონდა შემოვლებული, აი ესე და აი ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი. აი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. აი ეს მინდა ავხსნათ ახლა ჩვენ. ნახეთ? აი აქედან იყო შესასვლელი. აღმოსავლეთის მხრიდან. რო შედიოდნენ აქ მსხვერპლით, ნახეთ, მსხვერპლი შეყავდათ აქედან. აი აქ იდგა სამსხვერპლო.
დაახლოებით 2.5 მეტრის იყო ეს კვადრატული ფორმის და 1.5 მეტრი ჰქონდა სიმაღლე ამას. სამსხვერპლო. აი ამაზე ხდებოდა მსხვერპლის შეწირვა. აი ცოდვების გამოსასყიდი, დანაშაულისთვის, ან ღვთისადიდებლად, ან იმისთვის, რაც ვეღარ გამოასწორებდა, რომ დანაშაული გამოგესყიდა. ნახეთ, მღვდლები აქ დაკლავდნენ ამ ცხოველს და აი აქ ქვეშ ცეცხლიენთო, აქ გისოსები იყო რკინის და ქვეშ დიდი ცეცხლიენთო და აქ დადებდნენ ხოლმე ამ სამსხვერპლე ცხოველს და იწვებოდა და აი ეს ნახეთ კვამლი არის. კეთილსურნელება ადიოდა ღმერთამდე ცოდვების გამოსასყიდად. ხვდებით? შემდეგ უკვე აქ იყო საბანელი. იბანდნენ ხელებს და ფეხებს მღვდლები და აი ეს კარავი თვითონ აი ეს კარავი ორად იყო გაყოფილი. ეს კარავი იყო დაახლოებით 5 მეტრის სიგანის და 15 მეტრის სიგრძის. თქვენ რომ წარმოდგენა გქონდეთ რამხელა იყო ეს აი ეს ჩვენი ეკლესია მაგალითად 12 მეტრია სიგრძე. დაახლოებით ამას კიდე ცოტა 15 მეტრამდე ცოტა გრძელი ამას. 5 მეტრის სიგანის. აი აქ პირველს, ნახეთ, ერქვა წმინდა. მე თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ ფოტოები გადაიღოთ, რომ გქონდეთ ეს რო თვალსაჩინოებისთვის. აი ამას პირველ ნაწილს ერქვა წმინდა. აქ შედიოდნენ მხოლოდ მღვდლები. ერის ხალხი, ანუ საეროები, ისრაელი ებრაელები აქ ვერ შედიოდნენ. მხოლოდ მღვდლებისიც განბანვის შემდეგ. ამ ნახეთ, ოქროსფერი, იმიტომ რომ კედლები ხის იყო, მაგრამ ოქროს ფირფიტები ჰქონდა გადაკრული ყველაფერი. სულ ოქროსი იყო. ამას არ ჰქონდა ფანჯარა არაფერი. მხოლოდ ღვთის დიდებას უნდა გაენათებინა ეს. და იდგა შიგნით და მოოქროვილი კედლები, ძვირფასი ეს ჭიაფერი და პორფირის ფარდები, იდგა მარჯვენა მხარეს მაგი და ტაბლა ერქვა ამას და ზედიდო პურები დებულიყო ყოველთვის. წმინდა პურები, შესაწიდი პურები. აქეთ მხარეს იყო 7 სანთელა და წინ იდგა საკმეველი, რაზეც ინთებოდა. ნახეთ, აი ამ წმინდაში სიმბოლიკა არის უკვე ღმერთის. ნახეთ, პური ვისი სიმბოლოა? იესო ქრისტე, ზეციური პურის. ძველ აღთქმაში უკვე მოსეს დროს ღმერთმა უთხრა, რომ პური დააწყეთ აქ. როგორც ზეციდან ჩამოსული პურის წინასახი. 7 სანთელა ვისი სიმბოლოა? სული წმინდის. ღვთის 7 ნიჭის სული წმინდის სიმბოლოა და წინ საკმეველი ღმერთ მამა ღმერთის დიდების სადიდებლად საკმეველი. აი აქ იყო ის კრეცაბმელი, რომელიც ჯვარცმის დროს ორად ჩაიხა, გახსოვთ, ჯვარცმის დროს ხომ ორად გაიყო კრეცაბმელი და აქედან შედიოდი უკვე წმინდათა წმინდა ერქვა ამას. ეს იყო 5 ხუთზე, სიმაღლეშიც 5 მეტრი იყო, აი აბსოლუტური სრულყოფილების ის იყო კუბი, ასე ვთქვათ, ზუსტად გაკეთებული და ამაში შიგნით რო შეხვიდოდი, იდგა აღთქმის კიდობანი, აი ესეთი. ოღონდ დიდი რა თქმა უნდა, ეს იყო დაახლოებით 1.30 სიგრძეში და 80 სანტიმეტრი ჰქონდა სიმაღლე და სიგანეც 80 სანტიმეტრი. აი აქ იდგა ეს აღთქმის კიდობანი და უფალი ეუბნება მოსეს, რომ აი ამ აღთქმის კიდობნის სახურავზე, აი ამ ორ ანგელოზ შორის გამოგეცხადები მე და გეტყვი ჩემს ნებას. ესმით და აი ამ წმინდათა წმინდაში შესვლის უფლება ჰქონდა მხოლოდ მღვდელმთავარს წელიწადში ერთხელ სამსხვერპლო სისხლი. ისე შესვლა არავის არ შეიძლება ამაში. წელიწადში ერთხელ იომ კიპური ერქვა მას შენდობის დღეს, ერის სოდების შესანდობლად შექონდა მას სამსხვერპლო სისხლი და აპყურებდა აი ამ აღთქმის კიდობნის აი ამ სახურავზე, რომ ერისთვის შენდობა ეთხოვა. გესმით? აი ეს იყო პირველი სახე იერუსალიმის ტაძრის. ნახეთ, თავარი რა არის, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, გასაუმსუფალი, ვერავინ მივა მამასთან, ჩემს გარეშეო. ვერავინ შევიდოდა ტაძარში, რის გარეშე? მსხვერპლის გარეშე. ამას ამბობს უკვე. როცა ამბობს, რომ თქვენ იცით გზა, თომარეუნება, რომ უფალო გზა არ ვიცით და როგორ უნდა ვიცოდეთ, სად მიდიხარ? ქრისტეუნება, თქვენ იცით ის გზა, მე რა სადაც მივდივარ. როგორ ტაძარში არ შესულხარ, თეუნება, ამას გულისხმობს უფალი. ტაძარში რომ შედიხარ, თქვენ ხომ იცით რომ
მსხვერპლის გარეშე ტაძარში ვერ შეხვალთ. თქვენ ხომ იცით რომ მამას ვერ მიუახლოვდებით, ვერ მსხვერპლის გარეშე. ამიტომ გზა თქვენ იცით. მე ვარ გზა, მსხვერპლი მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე. ნახეთ რა, აქაც სამი ადგილია, ხედავთ? ერთი ფარდა, ორი ფარდა, მესამე ფარდა. ხედავთ? მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მე ვარ გზა, უბრალოდ პირველი გზა არის, მე ვარ გზა, ანუ მსხვერპლი, რომელიც იწირება. გახსოვთ, საიდუმლო სფერობის დროს ხო დაბანაო ფეხებიო. აი აქ ზუსტად ეს განბანვა არის. შემდეგ მე ვარ ჭეშმარიტება, აქ რო შეხვიდოდი უკვე, ოღონდ როგორც განწმენდი, უკვე როგორც მისიანი, უკვე ბუდლები შედიოდნენ ხოლმე. განბანილი რო შეხვალათ, შენ შეიცნობ რომ ის არის ნამდვილად ზეციური პური. შენ შეიცნობ რომ სულიწმინდა ის ვინც გასწავლის როგორ უნდა ადიდო ღმერთი, ხედავ? ეს დახურული შიგნით ოქროთი მოვარაყებული და სხვა შუქი არ შედიოდა, იქ გარდა ღვთაებრივი შუქისა. აი შენ რომ შეიცნობ ძე ღმერთს და სულიწმინდას და მამასთან მისასვლელ გზას, შენ რომ იწამებ მის მსხვერპლს, ხო? შემდეგ შენ სხვა შუქი აღარ გჭირდება. თავარი შუქი შენთვის არის ღვთაებრივი შუქი, რომელიც მოდის სახარებიდან, წმინდა წერილიდან, ხო? ამის შემდეგ უკვე სიცოცხლე. მსხვერპლს რომ იწამებ ქრისტესას, რომ იწამებ რომ ქრისტეა ზეციდან ჩამოსული პური და რომ იწამებ რომ სულიწმინდა ხელახლა გაგაჩინა, გაგბადა შენ სათასასუფევრისთვის, შემდეგ იწყება შენი რა? მესამე რა არის? სიცოცხლე ღმერთთან. სიცოცხლე ღმერთთან და აქ შეგიძლია, ნახე, რატომ გაიხარ კრეცაბმელი ორად ქრისტეს ჯვარცმის დროს? რატომ? რატომ? რომ მან გაგვიღო მამასთან მისასვლელი. ამიტომ. ანუ მის ჯვარცმას, მის სიკვდილს თავის გამოსახსნელად ვინც იწამებს, მისთვის გახეულია კრეცაბმელი, უკვე აღარ არსებობს მისასვლელი მამასთან ღია, გესმით? ამიტომ ჩაიხა ის კრეცაბმელი. მანამდე აქ ბადანო მაშინ გაიგო 64-ის ცათასასუფეველის კარი. 64 ცათასასუფეველშია, ხო? მაშინ გაიგო ეს კარი. მაგრამ ნახეთ, აი ეს მოსე როდის ცხოვრობდა დაახლოებით 1600 წლით ადრე ქრისტემდე, ხო? აი ეს უკვე აი ეს ტაძრის აგებულება წინასწარ მეტყველებს იმას, რაც მოხდა შემდეგ. ხო გესმით? აი ამაშიც კი ამ სიმბოლიკაში წინასწარ არის ნათქვამი ის, რასაც შემდეგ გამოს. თქვენ იცით ის გზა? მე ვარ გზა. მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე. ანუ ვერავინ მივა მამასთან თუ ამ ჩემს გზას არ გაივლის, რომელიც მან გაიარა. ეხლა ეს ქვედა ფოტო რას გაჩვენებთ, ნახეთ? აი ეს ორიგინალი როგორც თქვი, რომელიც ისრაელში დგას და აი ეს, ნახეთ, როცა ისრაელი უკვე შევიდა აღთქმულ მიწაზე, ებრაელები როცა შევიდნენ აღთქმულ მიწაზე, ეს მოძრავი კარავი მათ ხომ აღარ ჭირდებოდა. და სოლომონმა დავით მეფის ძემ, მეფსალმუნე დავით მეფის ძემ, სოლომონმა ღვთის ბრძანებით უკვე აგო ტაძარი, ანუ სიონის მთაზე, იერუსალიმში, აგო უკვე ქვის დიდებული ტაძარი, აი კარვის მაგალითად. ნახეთ, ეს ზომების წმინდა იგივე შენარჩუნებული იყო შიგნით, მაგრამ გარშემო დიდი იყო ეს ბევრად. ნახეთ და აი ეს ადგილი, სადაც შედიოდნენ ებრაელები, სად არის როგორ გონიათ ახლა აქ? აი ეს ადგილი ნიკანორის კარიბჭე ერქვა ამას, აი ეს დიდი უზარმაზარი ოქროს ჭიშკარი იყო, აი ეს ადგილი არის ეს ადგილი. ეს მე შემდეგ მიემატა ამას დედათა ეზო ერქვა აი ამ ადგილს, სადაც ქალები შედიოდნენ, ქალებსაც შეეძლოთ ებრაელ ქალებს შესვლა, აქ სხვადასხვა სათავსო იყო ამ 4 ადგილას და აი ეს ადგილი აქედან უკვე შედიოდნენ მაშინ მხოლოდ მღვდლები მსხვერპლ შესაწირით, მსხვერპლით. ნახეთ, აი ეს საკურთხეველი, სადაც იწვებოდა მსხვერპლი სად დგას აქ? აი ამ ჭიშკარში რომ შეხვიდოდი, აი აქ მარცხენა მხარეს იდგა აი ეს საკურთხეველი. სამსხვერპლო და ამ ეს კარები უკვე არის ეს ადგილი. წმინდა და აქ რო შიგნით რო შეხვიდოდი, გაივლიდი წმინდას და იქით უკვე ამის უკან იყო წმინდა. და ნახეთ, შემდეგ ამბობს პავლე მოციქული რომ იესო ქრისტეო ხელით ქმნილ ტაძარში კი არ შევიდა, ეს ებრაელთა მე-9 თავში არის, შეგიძლიათ ნახოთ.
ხელით აშენებულ ტაძარში კი არ შევიდაო და ცხოველის სისხლით კი არ შევიდაო, საკუთარი წმინდა სისხლით ზეცაში შევიდაო, როგორც მღვდელმთავარი და ერთხელ და სამუდამოდ გამოგვისყიდა, ერთხელ და სამუდამოდ შეგვარიგა მამა ღმერთთან. გესმით? ანუ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ქრისტემ თავის სისხლით გამოგვისყიდა, მაგრამ ეს სისხლი აქ ხო არ შეუტანია ამ ტაძარში. ხო არ შესულა უფალი, აბა სად შევიდა? ზეცაში აიტანა ეს სისხლი, რომელიც მან დავარა ჯვარცმის დროს. გახსოვთ? როდესაც მკვდრეთით აღდგება, მარიამი რო იხილავს მას, ხო? აღდგომის იმასა მარიამი მივა და ქრისტეს მებაღე რო გონია ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ეუნება თუ შენ აიღე მე უფალო მითხარი სად დადე მისი გვამი და მარიამ დაუძახებს ქრისტე მკვდრეთით აღდგარია უკვე მესამე დღეს და რაბუნი მარიამი ეუნება მიხვდება რომ ისა არის მისი მოძღვარია და ქრისტე რა შეუგნება? ნუ შემეხები მეო. რატო ეუნება ნუ შემეხები? ჯერ არ ავსულვარ მამა ჩემთან და თქვენს ღმერთთან და ჩემს ღმერთთან, ნუ მამასთან ჯერ არ რატომ უნდა ავიგეს მამასთან? რომ სამ სხვერპლი მიიტანოს მასთან, რაც მან აღასრულა და ნახეთ, ნუ შემეხები რატო იყო, იმიტომ რომ აი ამ წელიწადში ერთხელ შენდობის დღეს მღვდელმთავარი შედიოდა მეთქი რო თქვია თეთრ სპეტაკს ამოსაცმევდნენ ხოლმე მღვდელმთავარს. ამზადებდნენ რომ იქ შესულიყო იმ წელიწადში ერთხელ შენდობა ეთხოვა და იმდენად წმინდა უნდა ყოფილიყო რომ თუ ვინმე შეეხებოდა აღარ შეიძლებოდა იქ შესულიყო. გაუწმინდურებოდა, იმდენად ღმერთს უნდა მიახლებოდა და ამიტომაც არ შემეხო ეუნება ქრისტე, იმიტომ რომ ზეცაში ავდივარ, რომ სისხლი ავიტანო, ჩემი სისხლი თქვენს გამოსასყიდა. ხო გასაგებია. აი ეს არის ამ ტაძრის სიმბოლიკა, მე მესმის რომ ერთ საუბარში ძალიან ძნელია შეიძლება ამის გააზრება, მაგრამ გადაიღეთ ფოტოები, წაიღეთ, ნახეთ ის გამოსვლათა წიგნში 25-23 თავამდე, ნახეთ პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ ეპისტოლე მე-9 თავი, ეს მე-14 თავი იოანესი და ყველაფერი დალაგდება ნენელა და მიხვდებით რას ლაპარაკობს უფალი. და მე ვარ გზა, შმარიტება და სიცოცხლე. შემდეგ უკვე ფილიპე ეუბნება მას. უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და არ მიცნობ ფილიპე, ვინც მე მიხილა, მან მამა იხილა. როგორ გაამბობ მამა გვიჩვენეო? თუ არ აღწამს რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია, სიტყვებს რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი ვამბობ, მამა რომელიც ჩემშია, იგი იქ მსაქმეს. მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა, საქმეებს მაინც ერწმუნეთ. და ფილიპეს უნდა მამასთან მივდივარ ხომ, გვაჩვენე შენი მამა. და საკმარისია ჩვენთვის ეუბნება ფილიპე მოციქული. უფალი ამბობს რომ იმ არსი ჩემი ვინც დაინახა, აი ღვთაებრივი არსი, მან მამა დაინახა. სხეულით კი არა, აი ის საქმეები, ის სიტყვები, ის აზრები, ის დიდებული საქმეები, ის მკვდართა აღდგინება, ის კეთროვანთა განწმენდა, ის საფლავით გამოხმობა მიცვალებულის, ყველაფერი ვინც შეიცნო არსი ღვთაები, მან მამა ღმერთი იხილა. თქვენ უკვე გინახავთ მამა ღმერთი ეუბნება მას. აი იოანე ოქროპირი შემდეგ ამას ასე ამბობს რომ აი ეს რომ ოქროსია მაგალითად, ხო? ეს რომ ოქროსია. ეხლა მე რომ მოგიტანო ასეთივე შენ და ვერცხლის იყოს. შენ თუ ოქროს არსი არიცი, შენ ვერ მიხვდები ეს ერთ და იგივე არ არის. ეს ფიზიკურად კი შეიძლება სხვანაირად ერთნაირად გამოიყურებოდეს, მაგრამ არსი სხვა აქვს იმას, ხო? ოქროს არსი სხვა არის და თქვა სხვა მასალის არსი სხვა. ამიტომაც ვინც შეიცნო შინაგანი, მე რასაც ვაკეთებ, შინაგანი არსი იმისი, მან მამაც იხილა. და შემდეგ უფალი პირდება მათ რომ ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვისაც მე ვწამვარ საქმეს, რომელსაც მე ვასრულებ, თავადაც იქმს და უფრო მეცაც აღასრულებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. უფალი ამბობს რომ მე წავალ და პირდებით რომ ვისაც წმენა ექნება, ჩემი უფრო დიდ საქმეებსაც აღასრულებს, რაც მე აღვასრულე, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, მთელი მსოფლიო მოიარეს მოციქულებმა, მისმა მოძღვრებმა, მოციქულებმა შემთხვევით მსოფლიოს ვერ გაწვდნენ, მაგრამ რამდენად წმინდა ნინო მაგალითად, ხო? წმინდა ნინო წამოვიდა და ჩამოვიდა საქართველოში ახალგაზრდა 13 წლის
ქალწული და იქადაგა იმ ველურ მდგომარეობაში, ველურ პირობებში ხო, როცა როგორც ადამიანი ცხოვრობდა, ანუ უფრო დიდი საქმეები აღასრულეს მათ. ქრისტე ისრაელში ქადაგებდა, მაგრამ მისმა მოწაფეებმა უფრო დიდი საქმეები. ამას პირდება უფალი მათ, რომ მე მოგცემ ძალას, რომ უფრო დიდი საქმეებიც აღასრულოთ. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ. და ეუბნება, რომ აი ამ საქმეში ლოცვას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა. აი მოძღვრებისთვის არის ეს პირველ რიგში ნათქვამი, რომ აი იმისთვის თქვენ რომ დააპირებთ ჩემი სიტყვის ქადაგებას, ჩემი სიტყვის გავრცელებას და იმ უფრო დიდი საქმეების აღსრულებას, რასაც მე ვაკეთებდი, თქვენ შეძლებთ ამას, მაგრამ გახსოვდეთ. უნდა ითხოვოთ, უნდა ილოცოთ და ლოცვით მე მოგცემთ იმ ძალას, რომ ეს ყველაფერი აღასრულოთ. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი. და ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშინის მცემელს, რათა იყოს თქვენთან უკურისამდე. ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყანას, ვინაიდან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება. და უფალი აძლევს მათ აღთქმას, რომ მე ვთხოვ მამას, როცა წავალ თქვენგან და მოგივლენთ სხვა ნუგეშინის მცემელს, რომელიც იქნება თქვენთან მარადიულად. არასდროს არ დახტოვთ. ვიზე ლაპარაკობს უფალი? სული წმინდას. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა ნუგეშინის მცემელს, ანუ ერთი ნუგეშინის მცემელი უკვე არის. თვითონ თავად. და სხვა, კიდე სხვა მეორე ნუგეშინის მცემელს მოგივლენთო, რომელიც უფალი ხო გაგშორდა ჩვენ ხილულად. აი ის მეორე ნუგეშინის მცემელი არასდროს არ დახტოვებთ თქვენ და მარადიულად თქვენთან იქნება ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ურწმუნო ქვეყანას. ღვთის უარმყობელ, ღვთის გმობელ ქვეყანა ვერ მიიღებს, ვერ ცნობს მას, მაგრამ თქვენ იცით ის სული, რადგან მე როცა თქვენთან ვიყავი, სული წმინდა ჩემთან იყო. იმიტომ რომ ღვთაებრივ არსში, ქრისტეს ღვთაებრივ არსში მამაც იქვე იყო და სული წმინდაც იქვე იყო. ეს არის როგორც დოგმატი, ჩვენ ვიცოდით, რომ სადაც არის ძეღმერთი, იქ არის მამაც და სული წმინდა. სადაც არის სული წმინდა, იქ არის მამაც და ძეც, ანუ ღმერთის არსი არ იყოფა. პიროვნულად შეიძლება სხვადასხვა ადგილას გამოვლინდეს, ქრისტე მაგალითად ძეღმერთი ჩვენთან მოვიდა, ან სული წმინდა მაგალითად სხვაგან მოქმედოს პიროვნულად, მაგრამ არსით ისინი ერთნი არიან. და ნახეთ, ნუგეშინის მცემელი. აი მე სადაც გითხარით, კიდევ მინდა გავიმეორო, პარაკლეტოს, ესე ქვია ბერძნულში, პარაკლეტოს ქვია ბერძნულში სული წმინდას. და პარაკლეტოს ნიშნავს ძველ ბერძნულად, ახალში არ, ძველ ბერძნულად ნიშნავს მოწვეულს, დაძახებულს, საშველად დაძახებული არის ამ სიტყვის არსი. აი ლათინურში არის ადვოკატუს, ადვოკარე. ანიშნავს იგივეს, აი რო გიჭირს, რომ რაღაცა დახმარება რო გჭირდება და ვიღაცას რომ მოიწვევ დასახმარებლად. და შემდეგ ეს ადვოკატუს და ადვოკატუს სათქვება ჩვენ სასამართლოში. ადვოკატი. და ადვოკატი რას აკეთებს? გიცავს. და გასწავლის თან. შენ რომ აზიარა ხარ იმისი იურისპრუდენციის ადვოკატი რომ მოვა, მან იცის სად წაგიყვანოს, როგორ წაგიყვანოს, რომ არ დაისაჯო, ხომ? ადვოკატი ხომ ამას აკეთებს. და ის ადვოკატუს და პარაკლეტოს არის ზუსტად ის სიტყვა, ანუ ჩვენი შუამდგომელია ღმერთის წინაშე და ჩვენი გზის წარმმართველია აი ამ სამყაროში. რომ არ დავისაჯოთ, რომ გვასწავლოს, როგორ უნდა ვილაპარაკოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა ავირჩიოთ, რა უნდა უარყოთ, რომ ცათა სასუფეველს მივაღწიოთ. ნახეთ, იოანე ღვთისმეტყველს აქვს კიდევ 3 ეპისტოლე ახალ აღთქმაში და ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ. ეს არის მეორე თავი იოანეს პირველი ეპისტოლეს. აი სხვა ნუგეშინის მცემელიო რო თქვა მან. შვილო ჩემნო, ამას გწერთ თქვენ, რათა არ შესწოდოთ. ხოლო თუ ვინმე სწოდავს, ქომა გიყვავს მამის გვერდით, იესო ქრისტე მართალი. ქომა გიყვავს მამის გვერდით, ანუ ისევ იმ სიტყვას მამის. პარაკლეტოს წერია აქაც. როგორც ნუგეშინის მცემელზე წერს პარაკლეტოს, აქაც პარაკლეტოს ყავს ღვთის მამის გვერდით, იესო ქრისტე მართალი.
ანუ ეს ხო თქვენ ვიყენებთ ჩვენ აი ამ ცოდნას? აი როცა შევცოდავთ. გთხოვთ ხოლმე მამის გვერდზე ხო მაქვს რომ სთხოვე მამას რომ აპატიოს? აი ეს აუცილებლად უნდა თქვათ ლოცვაში. აი რაც არ რომ ძიმე ცოდვა ჩაიდინო, შენ უნდა გაახსოვდეს რომ მამის გვერდზე ზეცაში ყავს პარაკლეტოს, კომაგი, ნუგეშინის მცემელი, ვინ არის ის? იესო ქრისტე. მან ხო ის ხო კაცის ბუნებით ამაღლდა ზეცა. და ამ ქვეყანაზე ვინ ყავს კომაგი და ნუგეშინის მცემელი? სულიწმინდა. ხედავ როგორ აღჭურვილი ხარ. აღჭურვილი ხარ რომ გადარჩე. რა გჭირდება? რწმენა მხოლოდ. ამ ქვეყანაზე გჭირდება დახმარება რომ სწორად ცხოვრო, სულიწმინდა ყავს. შესწოდავ და იქ გინდა მამა ღმერთს თხოვო რომ გაპატიოს, შენი შესოდება? ყავს იქაც კომაგი, ნუგეშინის მცემელი ვინ? იესო ქრისტე მართალი. და სთხოვე მას და გიშვა ამგონებს მამის წინაშე. შემდეგ ავაგრძელოთ იოანეს სახარება ისევ. ანუ აღქმარი რომ მოგივლენ სხვა ნუგეშინის მცემელს, რომელიც თქვენთან იქნება უკუნისამდე. ნახეთ? არ დაგტოვებთ ობლად, მოვალ თქვენთან. ჩვენ ხომ თქვით რომ სულიწმინდა არაზოს აქტოვებს ჩვენ. გწამთ ამის? გწამს. მაგრამ აი სულიწმინდა რა შეიძლება ჩვენ აი როგორ ვთქვათ არ დაგტოვებს, მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ სულიწმინდის საწინააღმდეგო? აი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე ამბობს რომ ნუ შეაჭირვებთ სულს წმინდას ღვთისას. შეიძლება გაუჭირვო მას, აი შეაწუხო, აი ნუ დაშრეთ სულს, კიდე ამასავს, აი პატრუქი როა ლამპის ჩაუწიო და თითქმის ჩააქრო, ხო, მაგრამ სულწმინდა აზრს არ ჩაქრება. მაგრამ აი შეგიძლია დაშრიტო შენი ცოდვებით, უღმერთობით, ურწმუნოებით, ის შენთან არა. როგორც კი აუწევ მას იმ პატრუქს, იმ წუთში აალდება ის. როგორც კი წმენას მიუბრუნდე, მაგრამ ნუ შეაწუხე. ანუ ადამიანს შეუძლია თურმე რომ დაშრიტოს, ჩაუწიოს, შეაწუხოს სულიწმინდა და ეს არ უნდა გააკეთოთ. არ შეაწუხოთ სულიწმინდა, ამას პავლე მოციქული. იმ დღეს შეიცნობთ რომ მე მამაში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, ხოლო მე თქვენში. ქრისტე ახლა აქედან ნახეთ საინტერესო ადგილია, ცოტა დაგვრჩა. ქრისტე პირდება თავის მოწაფეებს რომ აი იმ დღეს როცა სულიწმინდა მოვა თქვენთან, მიხვდებით საბოლოოდ, სრულად მიხვდებით რომ მე მამაში ვარ, ანუ მე მამისთან არსი ვარ, თქვენ ჩემში ხართ, მე და თქვენს ერთნი ვართ და მე თქვენში ვარ. ნახეთ როგორ სიახლოვეს გვპირდება ღმერთი. შემდეგ ამბობს უფალი რომ როგორც უყვარ ვარ მე მამასო, მე ისე შეგიყვარეთ თქვენ. წარმოგიდგენიათ ახლა მამის და ძის შორის დროს რა სიყვარულია ყოვლადწმიდა სამებაში. და უფალი ამბობს რომ აი ჩემი მორწმუნეები, ჩემნი ვინც ხართ, როგორც მამას უყვარ ვარ მე, ისე შეგიყვარეთ მე თქვენ. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას უყვარ ვარ მე. ხოლო ვისაც მე უყვარ ვარ, შეიყვარებს მას მამა ჩემი და მეც შევიყვარებ და ჩემ თავს გამოუცხადებ მას. ახლა მოწაფეების პრობლემა აქ რა არის? რისთვის წუხან და რის დატოტირიან, იმიტომ რომ მიდის მათგან, ტოვებს ეს ღვთაებრივი მოძღვარი, ტოვებს მათ და აი გუშინ მე სამრევლო გადავაბარე, ჩემ სამრევლო ფრანკფურტის სამრევლო სხვა მოძღვარს და ტიროდნენ რომ მოძღვარი მიდის და სხვა მოდისო და თქვენ მე ჩემზე და წარმოიდგინეთ ახლა ქრისტე ტოვებს მათ. ამბობს რომ თქვენთან აღარ ვიქნები და როგორი შეწუხებული დადგუნულები არიან და უფალი პირდება აი ამ სიყვარულს პირდება. თუ გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავი. და ამბობს რომ ვინც ჩემ მცნებებს დაიცავს, შეიყვარებს მას ჩემი ზეციური მამა. და მეც შევიყვარებ და ჩემ თავს გამოუცხადებ მას. ანუ ჩვენ შეგვიძლია კვლავ მისი ხილვა, ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ მის გამოცხადებას, ოღონდ გზა რომელია ეს? მისი მცნებები უნდა დავიცვათ. გესმით? ახლა მსხვერპლს შეწირვა, აი ღმერთს ვერავინ მიუახლოვდება, თუ მსხვერპლს არ შეწირავსო, ხო იყო ძველ აღთქმაში. ქრისტიანობს რომ მსხვერპლი შეიწირა საბოლოო
თავარი და ყველაზე მთავარი მსხვერპლი შეიწირა ღია კარი მამასთან გადმისასვლელად ახლა დაიცავით ჩემი რჯული ჩემი მცნებები მისავს ქრისტეს რჯული დაიცავით და შეგიყვარებთ მამა მეც შეგიყვარებთ და მოვალ და თქვენთან ჩემ თავს გამოგიცხადებთ უთხრა მას იუდამ არა ისკარიოტელმა მეორე იუდაც იყო იქ მოციქულებს შორის არა ისკარიოტელმა უფალო რა არის რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადოთ თავი და არა ქვეყანას იუდას პრობლემა რა არის რომ უფალო ადიხი და გამოუცხადე ყველას ეს შენი თავი და ყველა იწამებს დღესაც რამდენ ადამიანს უთქვია ეს მაგალითად ჩემი ერთ-ერთი მოხუცი ნათესავი ამბობდა ხოლმე რომ აი გამოჩნდეს რომ ზეციდან და დავინახავთ რომ არსებობს ღმერთიო და მთელი მსოფლიო გახდება მორწმუნეო აი რატო არ აკეთებს ამას ხედა ეს უნდა საბუთი უნდა აი დაგვენახოსო ერთხელ ღმერთიო და ვიწამებთო იუდაც ამას ეუბნება ზუსტად რა არის უფალო რო პირდებით რომ ჩვენ გამოგვიცხადებ შენს თავს და ადიხი და ხილულად გამოუცხადე შენი თავი ამ ქვეყანას და იწამებენ აი ის რაც მეორედ მოსვლისას უნდა მოხდეს ხო მეორედ მოსვლისას დანიელის მეშვიდე თავში ვარი რომ ღრუბლებით მოდის უკვე უფალი და იოანეს გამოცხადებაში ხო ასე რომ ღრუბლებით მოდის და ვერც ერთი ადამიანი ვეღარ დაიმალება იმის დანახვისგან მაგრამ იუდას დროზე ადრე უნდა ეს იუდა უნდა რომ ახლავე ასე გააკეთე და ნახეთ ქრისტეს პასუხი მიუგო უფალმა და უთხრა მას აი რატომ არის რომ ზოგიერთ ადამიანს არ ეცხადება ღმერთი აი რატომ არის აი პასუხი პირდაპირ ვისაც მე უყვარ ვარ დაიცავს ჩემს სიტყვას და მამა ჩემი შეიყვარებს მას და მივალთ და დავივანებთ მასთან სიყვარულია საჭირო ღმერთის რომ ღმერთი გამოგეცხადოს შენ გესმით არავინ ვისაც ღმერთი არ უყვარს ვერავინ ვერ იხილავს მას მეორედ მოსვლა ვერავინ არ გადაურჩია მაგრამ აი მიზეზი იმისა რომ ზოგიერთი ადამიანი ხედავს ღმერთს ხედავს შეიძლება ხილული თვალით და სულიერი თვალით ხედავს ღმერთს ჩვენ ხო ვიცით ეს რა არის ჩვენ ხო გრძნობთ მის სიყვარულს ჩვენ ხო აი ქრისტეს თითქოს ხედავთ ჩვენს წინაშე ხომ ასეა მორწმუნეები აი მიზეზი ამისი რა არის რომ გვიყვარს ქრისტეს პასუხიც ის არის ვისაც მე ვუყვარ ვარ მამა ჩემი შეიყვარებს მას და მე ორივენი მივალთო და მასთან დავივანებ გულშიო და ბოლომდე შეგვიცნობს მე და მამას ის ჩვენი მოყვარული ადამიანიო აი ჩვენს თავს უნდა დაუსვათ ეს კითხვა გვიყვარს ღმერთი აი ძალიან სერიოზული კითხვაა გვიყვარს ჩვენ ღმერთი ბალეამობს ვისაც მე უყვარ ვარ ჩემი რჯული დაიცვას ჩემი მცნებებით დაიცვას ქრისტეს რჯული რა არის ცოტა მოგვიანებით ამაზეც ვილაპარაკებ ჩვენ ვისაც არ უყვარ ვარ არ იცავს ჩემს სიტყვებს ხოლო სიტყვა რომელსაც ისმენ ჩემი კი არ არის არამედ ჩემი მომავლინებელი მამისაა ანუ მამა ჩემმა გამოგიგზავნათ ეს სიტყვა ჩემი კი არ არის ჩემმა ღეშჩიურ მამამ გამოგიგზავნათ ეს სიტყვები და თუ მამა არ გიყვართ თქვენ არ დაიცავთ მის სიტყვას თქვენთან ყოფნა გითხარით ეს ხოლო ნუგეშინის მცემელი სული წმინდა რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს რაც მე გითხარით ნახეთ რა საოცარ სიტყვებს ეუბნება აი მე რო წავალ ფალმა იცის რომ მათ ბოლომდე არ ესმით ყველაფერი რასაც ის მათ ელაპარაკებ სხვა ადგილას ეუბნება კიდევ ბევრი მაქვს თქვენთან სალაპარაკო მაგრამ ვიცი რომ ახლა ვერ დაიტევთ ამას ეს ხო ჩვენც გამოგვიცდია ხო აი ძალიან კარგ ხადაგებას უსმენ მაგალითად და ხვდები რომ 15 წუთის შემდეგ აღარ შეგიძლია ვეღარ იტევ ვეღარ მიყვები ხო ძნელია ეს მართლაც აი მე თვითონაც გამოგვიცდია გამომეცდია აი რაღაც წმინდა წერილი და რამეს ვკითხულობ 2-3 აბზაცს წავიკითხავ და ვერ უნდა გადავდო და ცოტა ერთი დღე შეიძლება იმაზე იფიქრო რომ ვერ იტევ იმას შენ ღმერთის სიტყვის დატევა ასეთი ადვილი არ არის ამიტომაც უფალმა ეს იცის რომ მისი მოწაფეებიც ასე არიან და ეუბნება რომ ნუგეშინის მცემელი პარაკლეტოს სული წმინდა რომ მოვა ყველაფერს გაგახსენებთ რაც მე გითხარით და ყველაფერს ზედმიწევნით აგიხსნით თქვენ აი ძალიან კარგი მაგალითია ამისი მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე აი სული წმინდა რომ ჩვენთან არის საუკეთესო საბუთი რა არის ამის აი ჩვენ დედამ ჩვენთან რო არის სული წმინდა ამ ადამიანებს აი რა მაგალითად
აი სურო ჩანავლებული და გამქრალია რწმენა უცბად ამოხეთქავს ხოლმე. აი მაგალითად გაიხსენეთ მე-20 საუკუნის ამბები, ხო? ბოლშევიკებმა მოსპეს, გაანადგურეს, დაანგრიეს წმინდა წერილი ბიბლია მუზეუმში გაიდო სადღაც. ჩემთან ერთხან შესული ადამიანი მეუბნებოდა ახალგაზრდა რო ვიყავი 50-იან წლებშიო. სახარებო ფიზიკურად არ იშოვებოდაო საქართველოში. და ერთ ჩემ მეგობრმა საერთოდ მუზეუმიდან ჩუმად გამოაპარაო სახარებაო და გვერდებსო ფურცლებზე წერდითო. და ესე ვამრავლებდითო. გესმით? მდგომარეობა წარმოგიდგენია დუღმერთობის მდგომარეობა, რომ აი შენ რომ გაინტერესებს სახარებაში რა წერია, წიგნი არ არსებობს ფიზიკურად, გესმით? აი ამის ბოლოს უცბად ამოხეთქა ისევ სარწმუნოებამ და ჩვენ ისევ მიუბრუნდით ღმერთს. ვინ თუ არა სულიწმინდა აკეთებს ამას? სულიწმინდა გვასწავლის სად ვეძებოთ, როგორ ვეძებოთ, როგორ აღმოვაჩინოთ, ხომ? აი როგორ შევუდექით ჩვენ წირვალოცვას, წირვალოცვა აღარ არსებობდა, თითქმის აღარ არსებობდა გამკრალი. აი ხომ დავიწყეთ ეს ყველაფერი? ვინ გვეხმარება? სულიწმინდა გვეხმარება. აი ხანდახან გაუგებარია რაიმე ადგილი წმინდა წერილიდან, აი აბსოლუტურად გაუგებარია. გავა 2 თვე, 3 თვე და ხვდები, თურმე ამას ნიშნავს. ვინ გასწავლა? არავის არაფერი არ აუხსნია შენთვის. სულიწმინდა მოვიდა, მოამწიფა ის საკითხი შენ ცნობიერება შენ გონებაში და უცბად პასუხით სულიწმინდამ გითხრა. ესმით? და კიდევ ერთი უძლიერესი საბუთი ამის. ნახეთ, დღეს ჩვენ გვაქვს, აი იოანე ოქროპირის 24 ტომი არსებობს განმარტებების, ხო? გვაქვს ნაბეჭდი ბიბლია, უამრავი გამოცემა სხვადასხვა ენაზე, გვაქვს დოგმატიკის წიგნები, ხო? ყველაფერი სარწმუნოებას რაც ეხება გვაქვს ჩაწერილი, ხომ ასეა? შედით ინტერნეტში მაგალითად და მიეცით მაგალითად სამების დოგმატი. უამრავ მასალას უცბად, 2 წუთში სამების დოგმატი რაც ნიშნავს, უცბად ყველაფერს იპოვეთ, ხომ ასეა? წარმოიდგინეთ, პირველი, მეორე, მესამე საუკუნეები. აი როცა ქრისტე ამაღლდა ზეცად, ხო? ქრისტე აღარ არის ჩვენთან, მოციქულები დაარჩნენ, ჯერ სახარებებიც არ არის დაწერილი ყველა, ხო? პირველი საუკუნის ბოლოს დამთავრდა ბიბლიის კანონი და ჩაიწერა. და წარმოიდგინეთ, ერთი ამას ყვება, მეორე იმას ყვება, მესამე იმას ლაპარაკობს, ერთი ასე ქადაგებს, აი დღეს ვიღაცა არასწორად ცდარადად რო ქადაგებს, ძალიან მალე შეგვიძლია ის ვამხილოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენის წიგნები, რითიც ჩვენ ის უნდა ვამხილოთ, ხომ ასეა? და პირველ მეორე საუკუნეებში იყო საშინელი დრო. ეს ელენისტურ სამყაროში გავიდა, ხო? ეს ბერძნულ სამყაროში ეს ქრისტიანობა, იქ ფილოსოფია შეერია ამას, იქ გნოსტიკოსები გამოჩნდნენ, იქ სხვა ერეტიკოსები, გესმის, ყველას როგორც უნდა ისე განმარტავს ამას და არ არსებობს წიგნები გარდა იმ უკვე რამოდენიმე სახარებისა და ბიბლიისა ძველი აღთქმისა, რა თქმა უნდა ძველი აღთქმა იყო, რაც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ რომ ვამხილოთ. თან ეს ბიბლია ყველას კი არ აქვს. ერთეულები არსებობს სადღაც, ან სახარება ყველას კი არ აქვს, ხელნაწერები არსებობს და იმ ხელნაწერებით ხანდახან სარგებლობენ. აი ვინ იმუშავა იმაზე რომ სწორად ჩამოყალიბებული იყოს სარწმუნოება? ვინ შეგვაძლებინა ეს? სულიწმინდა. აი შეუძლებელია რომ აი იმ ერესის იმ მორევში ზუსტად გამოკრისტალდა ის რა არის ჭეშმარიტება და ის დარჩა ბიბლიის კანონში, გესმით? აი სახარებები ჩვენ ხო ვიცით რომ არსებობს თომას სახარება, არსებობს თქვა იუდას სახარება, მარიამ მაგდალინეს სახარება, სხვადასხვა რაღაცები არსებობს, აი ცრუ წიგნები. ისინი თომას სახარება მაგალითად მეორე საუკუნის წიგნია. ზგანა სიძველე აკლია იმას, მაგრამ არ არის სარწმუნო. ხო ის არის სიყალბე, ის არის მოგონილი რაღაც ის არ იკუთვნის თომას. გესმით და აი როგორ უნდა გამოერკვიათ იმ წმინდა მამებს, აი მასწავლებლებს, რომ რომელია სწორი და რომელია მცდარი. ვინ დაეხმარებოდა? სული წმინდა. გესმით? ამდენი მასწავლებელი არ იყო მაშინ. აი ამ სული წმინდა მოქმედებს ჩვენთან არის და გვასწავლის რა არის ჭეშმარიტება. და შემდეგ უფალი ამბობს: მშვიდობას გიტოვებ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ, არა ისე როგორც ქვეყანა იძლევა, მე გაძლევთ თქვენ, ნუ შეგრდება თქვენი გული, ნუ შეშინდება. ჭეშმარიტების შეცნობით
მშვიდობა დაისადგურებს თქვენში. გესმით? ამ ქვეყნიური მშვიდობა რას ეფუძნება? ამ ქვეყნიურ შეხედულებებს დღეს ეს არის სწორი, ხვალ ის არის სწორი, ზეგ სამყაროს სულს კიდე სხვა რაღაც მოაქვს. არა, მე ჩემი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე მშვიდობას გაძლევთ, გიტოვებ თქვენ, ამას დაეყრდენით. აი, ნახეთ, სახარების ქრისტეს რჯულით ვინც იცხოვრებს, არასდროს არ შეტორტმანდება, არ არსებობს, წარმოუდგენელია. არასდროს არ მოვა ის დრო, რომ შენ თქვა, რომ ეს ცდება, რომ ეს არ არის სარწმუნო. ამიტომაც ჩემი მშვიდობა უცუფალი, ჩემს ჭეშმარიტებას ემყარება, დარჩი თამაში და ჩემი მშვიდობა იქნება თქვენთან. ათ გითხარით თქვენ სანამ მოხდება, როცა მოხდება ირწმუნოთ. ნახე? ხომ გაიგონეთ როაც გითხარით, მე მივდივარ და კვლავ მოვალ მეთქი, რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც თქვი მამასთან მივდივარ მეთქი, ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. ქრისტე ამბობს, რომ მამა ჩემზე მეტია. რატო ამბობს ამას? ხშირად ეს კითხვა, ეს საკითხი ხშირად აბნევს ხოლმე ადამიანს. მამა რატო არის ქრისტეზე მეტი? განკაცებულ მდგომარეობაშია მამა მასზე მეტი. თორე ღვთაებრივი ძეღმერთი სიტყვა ღვთისა თანასწორია მამისა. მაგრამ ის რადგან ქალისგან, დედაკაცისგან იშვა მამის გარეშე და ისწავლაო მორჩილებაო, აი ეს წერია სახარებაში, მან ისწავლა მორჩილება, ну, კაცის ბუნებაში ცხოვრება ისწავლა მან, აი იმ მდგომარეობაში ამბობს, მამა ჩემზე მეტია. აი როცა ამბობს, რომ არც მან იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა, რა თქმა უნდა, მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ ეს იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა, მაგრამ კაცობრივად მან ეს არ იცის. ამიტომ ამბობს, მამა ჩემზე მეტია და მე მასთან მივდივარ. ათ გითხარით თქვენ სანამ მოხდება, რათა როცა მოხდება ირწმუნოთ. ანუ ჯვარცმა როცა მოხდება, უფალი ამბობს, ანუ მამასთან როგორ წავა ის? მხოლოდ ჯვარცმით. მამასთან მივდივარ, რას ნიშნავს, რომ აი აქ შევდივარ. ნახეთ, მე ხო გითხარით, რომ სამ ნაწილად არის გაყოფილი იოანეს სახარება მეთქი. ბოლო ეს მე-17 თავისაც ქრისტე მამას ელაპარაკება, არის ეს წმინდათა წმინდაში შესულია უფალი და მამა ღმერთს ელაპარაკება. მერე გამოდის აქედან და სად მიდის? სამსხვერპლოზე მიდის, ისევ რომ შეიწიროს ჩვენს გამოსასყიდად. და როცა მოხდება ეს შეწირვა ჩემი ჯვარცმა, რომ მაშინ არ შეგეშინდეთ, ამიტომ წინასწარ გეუბნებით თქვენ ბერს ვეღარაფერს გეტყვით, რადგან მოდის ამ ქვეყნის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში. ამ ქვეყნის მთავარი ვინ არის? ეშმაკი. ამ ქვეყნის ღმერთიც ეწოდება მას, ამ ქვეყნის მთავარი არის სატანა, ეშმაკი, ვისაც ხალხი უსმენს, უმრავლესობა ადამიანების ვისაც უსმენს, არის ამ ქვეყნის ღმერთი, ეშმაკი, მოდის და ჩემში არაფერი აქვს. ანუ ხელს ვერაფერს არ მოჭიდებს, ხელს რითიც შეუძლია მას მე გამამტყუნოს. ნახეთ, ჩვენ, აი სატანას, მაგალითად ეშმაკს წმინდა წერილის მიხედვით, დღემდე აქვს მისასვლელი ღმერთთან, მიდის და ბრალს გვდებს ჩვენ იქის. აი გვამტყუნებს, აი ზაქარია 13:3-თან წერია ის, რომ აი სატანა დგას ღვთის წინაშე და ბრალსდებს ისრაელს, ამათმა ეს ჩაიდინეს, ამათმა ის ჩაიდინეს, ამათმა ეს და იქაც უფლის ანგელოზი, ძეღმერთი დგას იქაც და ეხმარება ისრაელს, რომ არ გაამტყუნოს სატანა. ანუ დღემდე ეშმაკი ბრალსდებს რაღაცეებში, ჩვენ შეწოდებებში, ხო? მაგრამ არაფერი აქვს ჩემშიო. ჩვენში რა აქვს ეშმაკს? აი რითი გვძებს ბრალს? ჩვენი ხორცი, ჩვენი ხორციელი ბუნება, ხო, ჩვენი ადამიანური ბუნება, რითაც ეშმაკს შეუძლია რომ გამოგდოს და თქვას, აი ამან ეს ჩაიდინა. გესმით? ამიტომ მაგრამ ქრისტეში არაფერი ქონდა მას. არც ერთი ცოდვა მასში არ იყო ცოდვა, ის იყო უცოდველი, რომელმაც სრულად დაიცვა რჯული. ნახეთ, აი გალატელთა მიმართ ეპისტოლეშია ეს, მე მინდა ეს გაჩვენოთ თქვენ ხორციელი ბუნება. იცით, შეიძლება ხანდახან ადამიანს აქვს ილუზია, აი მე მომისმენია ხოლმე რომ ადამიანი ამბობს, რომ არაფერი ცოდვა არ აქვს. აი მოდის ადამიანი და ამბობს, რომ რა თქვა სახსრებაში არის, არ აქვს ცოდვა არაფერი. არის ეტაპები ესე ცხოვრებაში, რომ თქოს შენ ვერ გზნობ.
რა შეიძლება იყოს შენში ის რაც ღვთის საწინააღმდეგოა. ნახეთ, პავლე ამიტომაც გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, ეს არის მეხუთე თავი, ჩამოთვლის ხორცის საქმენი აშკარაა. ეს ჩვენც უნდა გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ამას. რა არის ხორცის საქმენი? ეშმაკს რა აქვს ჩვენში? რითი შეუძლია მას ბრალი დაგდოს? კი, ქრისტემ გამოგვისყიდა და შეგვარი გაღმერთთან, მაგრამ ჩვენ ხო ცოდავთ მაინც. ჩვენ ხო მაინც უშვებს, ჩავდივართ ცოდებს. აი რა აქვს ჩვენ? ხორცის საქმენი. ხორცის საქმენი. აშკარაა, ესენი სიძვა, ხორცის სხეულის სიამოვნება, როსაც ადამიანი ყვება და შემდეგ ეცემა, უწმინდურება, ყოველგვარ უწმინდურობასთან შეხება, ბილწება, კერტმსახურება, წამლულობა, აი წამლულობაში შეიძლება იყოს ყველაფერი ჩხიბაობა, მკითხაობა, ეს მაგიის დაჯერება, ვარსკვლავთ მრიცხველობა, აი ეს ყველაფერი ჯადოქრობა, რაც ასე უყვართ ადამიანებს, ხო? იქ ვარსკვლავებზე მკითხავენ, ყავაში მკითხავენ, იზიდავთ ჯადოქრობა ადამიანებს. ტრობა ერთმანეთის, როცა ჩვენი შინაგანი ბუნება მტრულად არის განწყობილი სხვა ადამიანის მიმართ. შუღლი, შური სხვა ადამიანის რისხვა, განხეთქილება, წვალებლობა, ანუ ცრუსწავლების აყოლა, ცრუსწავლების გავრცელება, სიძულვილი, ყლელობა, მემთვრალეობა, ანუ დამოკიდებულება სასმელზე, ნარკოტიკზე, გაბრუება, აი რასაც ადამიანი აკეთებს ხოლმე ხშირად. და სხვა მისთანანი, წინასწარ გეტყვით, როგორც უკვე მithქვამს წინასწარ, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. აი ეს აქვს ეშმაკს ჩვენში. უფალში ეს არ ქონდა ეშმაკს. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ, ადექით წავიდეთ აქედან. ნახეთ, აი ადექით წავიდეთ აქედან. უკვე სერობიდან დგებიან იმ პასექის სად ვახშმიდან, ადექით წავიდეთ და შემდეგი თავები 15, 16, 17 უკვე მიდიან გეცამანის ბაღისკენ, იერუსალიმში არიან ამ დროს და როგორც ჩანს იმ შემდეგი თავებში რაც არის, გზაზე საუბრობს უფალი. გზაზე ესწაუბრება და ასწავლის მათ და სადღაც იქ გზაზეც გაჩერდება ალბათ და მამას მიმართავს უკვე როგორც წმინდათა წმინდაში შესული. ნახეთ, აი ეს საინტერესოა ძალიან. როგორც მამა მამცნო, ისე ვაკეთებო. ანუ რა ამცნო მამა მას? ანუ როგორც მამამ დამავალაო, მამცნო, მასწავლა, ისე ვაკეთებ. ნახეთ, ეს მეათე თავშია ზუსტად რა ამცნო მას მამამ. უყურეთ? ვერავინ წაიღებს ჩემს სიცულს ჩემგან, სიცოცხლეს. არამედ დავდებ მას ჩემით, ხელმეწიფება მისი დადება და ხელმეწიფება კვლავ დაბრუნება. ეს მცნება მიმიღია მამის ჩემისგან. ჩემი სიცოცხლის გაწირვა არის მცნება, რომელიც მომცამე მამამ. ხომს რომ რაც ცნებაც მიმიღია მამისგან, იმას ვაკეთებ მე. რა მცნება მის? რატო გამოაგზავნა ღმერთმა ჩვენთან ძეელთვის? დადოს მისი სიცოცხლე ჩვენი სულის გადასარჩენად. ადექით წავიდეთ აქედან და აქ დგებიან ამ სერობიდან როგორც ჩანს და მიდიან და შემდეგ მე-15 თავით გრძელდება, როცა ლაპარაკობს რომ მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და მამა ჩემი მევენახე. ეს შემდეგ საუბარზე განვიხილოთ. ჩვენ ერთი ადგილი გამოგვჭა და ეს მინდა აუცილებლად ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ უყარარ მე. ანუ აქ ლაპარაკია ქრისტეს რჯულზე. აი დღეს ჩვენ წირვაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ კიდე მინდა დავასრულოთ ეს ბოლომდე. არის მოსეს რჯული და არის ქრისტეს რჯული. რა განსხვავებაა ამათში? ან რაშია თანხმედრა ამათში?
მოსეს სჯული და ქრისტეს სჯული. აი, მინდა სულ მოკლედ ეს გითხრათ, რომ გასაგები იყოს, იმიტომ რომ მე უფრო ამას იმიტომ ვაკეთებ ხოლმე, რომ ეს იწერენ როგორც მე ვიცი და შემდეგ შეიძლება კიდე მოусმინო ნაწილ-ნაწილ ამერმა და კიდე უფრო მეტად გაიაზრო. ნახეთ, პავლე ამას მოსეს სჯულს უწოდებს სიკვდილის სჯულს. ესმით, ქრისტემ მოსეს სჯული კი არ გააუქმა, როგორც რაღაც ცუდი, როგორც რაღაც მიუღებელი ან რაღაცა ბოროტება, არა, ეს შეცდომა ამას. ქრისტემ მოსეს სჯული აღასრულა. სრულყო მოსეს სჯული, აი, მთელი სისავსით და მთელი დიდებულებით, ასე ვთქვათ, დაგვანახა რა არის მოსეს სჯული, მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა მან მოსეს სჯული, ნახეთ. ამიტომ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ მერვე თავში ამბობს, რომ სიცოცხლის სულის სჯულმაო, ქრისტეს სჯული არის სიცოცხლის სულის სჯული არის ქრისტეს სჯული. მეო სიკვდილის სჯულისგან გამათავისუფლაო. სიკვდილის სჯული იყო მოსეს სჯული. რატომ იყო მოსეს სჯული სიკვდილის სჯული, როგორ გონიათ? იმიტომ რომ ყველა ვინც დაარღვევდა მოსეს სჯულს, იყო წყევლის ქვეშ. მოსეს სჯული განა იმიტომ მიეცა მათ, რომ ყველაფერი უნდა დაეცვათ და ცხონდებოდნენ. არა, მოსეს სჯული იმიტომ მიეცათ მათ, რომ აღეზარდა ისინი იმ მიზნისთვის, რომ მესი ქრისტე მიეღოთ. მოსეს სჯულს ისინი რომ ვერ დაიცავდნენ, დარწმუნდებოდნენ, რომ მოვიდა, მომწიფდა ის დრო, რომ ვიღაცამ უნდა გამოგვისყიდოს ამ დანაშაულისგან, თორე მოსეს სჯული ჩვენ ღუპავს ამ გაგებით, წყალებში. წყევლის ქვეშა ვართ, იმიტომ რომ ეწერა, ვინც დაარღვიოს ერთი მცნება მაინც დაწყეული იყოს. და ისრაელის საუკუნეების განმავლობაში იცავს, ვერ იცავს. ყველა მიცის, რომ ყველა მცნების დაცვა არავის არ შეუძლია და მომწიფებულიყვნენ და დარწმუნებულიყვნენ, რომ ვინ გამოგვისყიდის, ვინ არის, ვინც გვიშველის ამ სიკვდილის სჯულისაგან. და ეს რომ ქრისტეა, უნდა მიხვდარიყვნენ, რომ ქრისტე არის, ვინც სიცოცხლის სულის სჯული მოიტანა. სიცოცხლის სული რატო? იმიტომ რომ მას სულით გაგვაახლა. ხო? გამოსყიდულები, აი თავისი მსხვერპლით გამოგვისყიდა, მისასვლელი გაგვიღო ღმერთთან და სულით გაგვაახლა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი ეხლა დღეს ქრისტიანი როგორ განსხვავდება ძველი აღთქმის ადამიანისაგან. აი ცადა მიწა ასეთია. რატო? იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ თქვენთვის ღიაა საცხოვრებელი. თქვენ ეჭვი არ გეპარება თამაში, ხო? თქვენ არ თulit რომ დაწყევლილები ხართ. თქვენ არ თulit იმას, რომ თუ შესწოდე წყევლის ქვეშ ხარ. ვინმე ფიქრობს ამას თქვენ შორის? არავინ. თუ შევწოდე, მე ვიცი, რომ უნდა ღვთის წინაშე შევიდანო, გამოსწორდე და ისევ მამაშვილური ურთიერთობა მაქვს მასთან, ხო? ხო ასეა. ანუ ჩვენ სიკვდილის სჯულში არ ცხოვრობთ, გავთავისუფლდით იმისგან. ჩვენ ცხოვრობთ ქრისტეს სჯულში. და ქრისტეს სჯული რა არის? აი მაგალითებზე მინდა აღიხსნათ, მაგალითებზე. აი მაგალითად, რო შევადაროთ, აი მოსეს სჯულში იყო ასეთი მეათე მცნების ბოლო მცნება რა არის, რომ არ შეგშურდეს შენი მოყვასის არც ქონების, არც სახლის, არ მოინდომო, არ წაართვა, არ მოინდომო, არა გული გითქმიდეს სახლისთვის, ცოლისთვის, არც მონისთვის, არც მისი მონისთვის, არც მხევლისთვის, ანუ შენს მეზობელს უყავს კარგი ყრმა ან მონა, არ მოგინდეს რომ ეს წაართვა მას და მასთან ერთმა მორწმუნემ მითხრა მე და ეს მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა რომ მამაო ისე რას ამობენო რომ ესე იგი როგორ ძველი აღთქმა მონობას ამართლებსო ესე იგი ყმები და მონები ყავდათ ძველ აღთქმაშიო შეიძლება სოციალური მდგომარეობა ასეთი იყო რომ ვიღაცას ყმები ყავდა შეიძლება მაგრამ მოდი ვნახოთ აბა ქრისტეს სჯული რას გვეუბნება ხო საინტერესოა შეიძლება იქ იყო ეს მაგრამ მოდი ვნახოთ რას ამბობს ქრისტეს სჯული ნახეთ ეს არის ეფესელთა მეხუთე თავშია როდესაც მონებზე ლაპარაკობს ზუსტად პავლე მოციქული და ამბობს მონებს ეუნება ყმებს ანუ ვინც მონად მსახურობს რომ თქვენო სინდისით ემსახურეთო მათ მოვალეობის გამო კი არა სინდისით რა თქვენი მოვალეობაა მსახურის ყმის მოვალეობაა სახში სინდისით აღასრულეთო და შემდეგ ბატონებიცო ასევე მოეკეცით მათ და დაიოკეთ სისასტიკე იცოდეთ რომ
თქვენი და მათი უფალი ცაშია და მისთვის უცხოა მიკერძოებაო. ახალი ქრისტეს ჯული ეუნება მათ, რომ ბატონებო, იცოდეთო, რომ უფალი თქვენ ერთი ყავთო, ორივესო, შენ და შენს მყმასაც. და იცოდე, რომ სამართლიანია ის ბატონი და მიკერძოება არ იცის მან. რახან შენ ბატონი ხარ და ის ყმა არ გეგონოს, რომ უსამართლობას გაპატიებს, ხო? ეხლა ეს ხო დიდია. ეს ხო თავისუფლების რჯულია, ხო? მაგალითად კიდევ ერთი მაგალითი. თვალისწილო, მაგალითად, ხო, ძველ ხმაში იყო ასეთი, რომ სამართლიანად მიაგე დამნაშავეს, ხო? აი თქვა თუ მოგიკლა ხარი, უნდა გადაიხადოს ხარის საფასური. რას ამბობს ქრისტეს რჯული? ნუ იძიებ შურს. ეუნება, მე კი გეუბნებით, რომ ვინც მარცხენაში შემოგარტყას, მარჯვენა მიუშვირე. ვინც პერაგის წართმევა მოგინდომოს, გააყოლე მას მოსასხამით. ვინც ერთ მილზე ფთხოვოს, გაყოლა ორზე გაყევი. ნახეთ, ასე უნება, რომ არ არის საჭირო ეს დაძაბული მტრული ურთიერთობა, რომ მოგიკლა მოუკალი, რაც დაგიშავა, შენც იგივე გადაუხე. არა, დაუთმე. ეს ხო ჯობია იმას. ადამიანურად ეს ხო უფრო დიდია, ვიდრე იმ რჯულში რაც ეწერა, ხო? დაუთმე, იცო გახსოვდეს, რომ მარადიულობა სხვა რამეს კვირდება, ეს დროებითია მაინც. ასევე წერია მაგალითად, არა იპარო, ხო ეწერა ათმცნებაში არა იპარო. ნახეთ, რას ამბობს ქრისტეს რჯული? ქურდებმაო, ეპისელთა მიმართ მეოთხე თავშია. ქურდებმაო, არა მარტო პარვას დაანებონ თავიო, არამედო იშრომონო, რომ გაჭირვებულებს დაეხმარო. ხო დიდია ეს იმაზე, მხოლოდ არა იპაროზე დიდი ხომ არის ეს, რომ ქურდებს ეუნება, არა მარტო პარვას დავიდაანებეთ, არამედ დაიწყეთ შრომა, რომ გაჭირვებულებს დაეხმაროთ თქვენი შრომით მოპოვებული სახსრებითო. ასევე მაგალითად არა იმრუშო, ხო ეწერა ძველ ხმაში. ახალი ქრისტეს რჯული რას ამბობს? მოსეს რჯული წააწერს, რომ არა იმრუშო, ხო? ქრისტეს რჯული რას ამბობს? ვინც ნდომით შეხედა უკვე ადამიანს, ქალს, უკვე იმრუშა მან თავის. ანუ ფიქრიც კი არ შეიძლება, ფიქრიც კი არ შემოუშვა შენში, რომ ღალატი დაუშვა შენს თავში. ხო ეს ხო დიდია იმაზე, ვიდრე არა იმრუშვა. წერია არა კაცკლა, ძველ ხმაში ეწერა არა კაცკლა. ნახეთ ქრისტეს ჯული რას ამბობს? ვინცო უწოდოსო რეგვენო თავის ძმასო, სასამართლოში უნდა წარსდგესო. ვინც უწოდო შლეგო, უნდა ტაძარში მიიყვანონ და გაასამართლონ სინედრიონშიო. და ვინც უფრო ძიმე უთხრას რამეო, ცეცხლის გენის ღირსიო. გესმით? ყლელობაზე კი არ ამბობს. სიტყვაც კი არ უთხრათ ერთმანეთს, ცუდი და სალანძღავი. ეს ხო მეტია მოსეს რჯულზე. ამიტომ ნახეთ, ქრისტეს რჯულმა სრულყო მოსეს რჯული და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა, უფრო სხვა დახვეწილია, ხო, აი უფრო ასეთია. ამიტომ მოსეს რჯული კი არ გააუქმა, დახვეწ სრულყო მოსეს რჯული. აი, ამიტომ ქრისტეს რჯულში ცხოვრობ ჩვენ, მესიის რჯულში და არა მარტო ჩვენ თვითონ თალმუდში წერია. თვითონ ებრაელებიც ამას ელოდებოდნენ, მაგრამ არ მიიღეს. აი, თალმუდში არის ეს წიგნი. ეკლესიასტე, ხომ არის ბიბლიაში? ეკლესიასტეს განმარტებაა თალმუდში. და ის ეკლესიასტეს განმარტებაში წერია, რომ როცა მოვაო მესიაო, თვითონ ებრაელებს ასე სწამდათ. აი, ტრაგიკული ეს არის. როცა მოვაო მესიაო, მოიტანსო რჯულსო, რომელიც შეუდარებლად დიდი იქნება იმაზე, ვიდრე მოსეს რჯულია. ჩვენ გვაქვს ეს უკვე ქრისტეს რჯული და მათ რახან ქრისტე არ მიიღეს, ის მესიის რჯულიც არ მიიღეს და მის გარეთ დარჩნენ. აი ეს არის მე-14 თავი, ამით დავასრულოთ, მე მგონი დღეს საკმარისია. კიდევ იმას ვიმეორებ, რომ შეიძლება ერთ საუბარში ბევრი ინფორმაცია, ახლა მე ვიცი ეს რომასია, მაგრამ დარჩება ეს და შეგიძლიათ მეორეთაც მოусმინოთ მესამეთაც და ეს ყველაფერი აუცილებლად გასაგები გახდება, აი და მერწმუნებთ მე. აი დღეს ხო შეიძლება ბევრი რამე გაუგება არ იყოს ერთად ბევრი, მაგრამ ნენელა კიდევ ეს აი როგორც ღვინო, როცა დუხს ხო იმის ვერ მიეკარები, ხო? მაჭარია. მაგრამ მე როცა დამშვიდება და დაწნარდება, ხო გემრიელია. აი ზუსტად ისე ხდება ჩვენ ცნობიერებაში.
სარწმუნოებრივი საკითხებზე როცა ჩვენ ფიქრს ვიწყებთ, თავიდან დუხს აი მოძრაობს ყველაფერი და ფიქრობ რომ როგორ რთულია, ძნელია ყველაფერი, მაგრამ დამიჯერეთ რომ ერთ-ორ კვირაში, ერთ თვეში ყველაფერი დამშვიდდება და კარგი ნაყოფი გადმოვა თქვენი გონებიდან. გესმით ის თქმა მინდა. აი გარკვეული აზრები და გადმოვა სარწმუნოების შესახებ სწორი აზრები. ამიტომ ეს თუ არ ავადუღებთ, არასდროს არ გადმოვა კარგი ღვინო პირიდან და გონებიდან, გესმით? ამიტომ უნდა ავადუღოთ, ვისწავლოთ, ავაფორიაკოთ და შემდეგ სწორი სარწმუნოება გვექნება. დიახ, მე დამშვიდდება დაწნარება და ვერ დავააგოთ ყველაფერი და შეურყეველი სარწმუნოება გვექნება. ქრისტე როგორც ამბობს, რომ კლდეზე ვინც ააშენაო სახლიო, ვერაფერი ვერ დაუნგრევს იმ სახლს. აი, კლდე არის ეს წოდნა, რაზეც უნდა დავაფუძნოთ ჩვენი სახლი. აი, განსაკუთრებით აი ეს სიმბოლიკა უსმინეთ, გაითვალისწინეთ და შეგვეწევა ყველას. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ ყველას. გაიქარგოთ.